არასერიოზული პოდკასტი. სალამი ყველას, მოგესალმებით პოდკასტი არასერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთად და შეგახსენებთ არქის გენერალური სპონსორი კონტენტის სადგენი აჭარაბეთია. ესე იმიტომ არ ბაზრობ ვიცი რომ ცენტრში კამერა არ მაქვს, ბასტო ასტუმრად. გამარჯობა. მოვიდა ბასტო და აწყობა რომ დავიწყე ჩიპმა მითხრა ინვალიდო. ინვალიდის რა გითხრა მეთქი, მაგრამ კაი თქო და კამერის გადმოვდი აქ. და ეხა ორ კამერაში იქნება იმედი არავინ არ მიწევს. შემომთავაზა მართლა შემომთავაზა რომ წავალო ეხლა მოვიტანო და მეთქი მეჩქარება თქო. გეხვეწებით თქო, არაო ამან არ გინდაო კაცო არ შეწუხდება. მეოთხე და ჩავიმუხლე მე, მეთქი ეხვეწა. კაი ნუ შეწუხდება და კარჩე საათიანი ყლეობების მერე როგორც იქნა შევთანხმდით რა. დაბრედილია როგორც ხედავთ კაც კონიაკი უდევს. მოყევი სად იყავი რაო? ჯითუ გავადერსკო თანაკედან რა. ჯითუ გახსნა, გუშინ წინ ვიყავი, ჯითუ გუშინ და მოვსულიყავი, აქ ჯითუ გახსნა ფილიალი, იქ მივედი, ფილიალის გახსნაზე სასმელი იყო, სასმელი რა თქმა უნდა დაულიე. ძალიან ბევრი დაულიე. სასმელი რა თქმა უნდა დაულიე. იმდენი, ანუ թե მარტო კი არ დაულიე, ყველას დავალევინე, ვისაც შევეხი, ანუ. ფასო იყო? შიგადაშიგ რა. ანუ ჯითუ ჯიგარი არის. ჯითუ არის. ჩვენ თვითონ უყურე უარი არ აქვს და რა თქმა უნდა სასმელზე რა, მაგრამ რო რამე თუ შეგჩუმაც გადაიხდიდი რა, მაგრამ თუ დაგინახავდა რომ იხდიდი, მოვიდოდა და ესეთი გთვალებით რასაკეთებ, ესე გიკითხება. ეგ ჯითუ ჯიგარი. ძალიან რა, და ნოდოთ ჯიგარია ჯითუს პარტნიორი ვინცა მაგ ამბავში. გილოცავთ, ანუ კარგია, ბრაზა, რაც მეტი ექნებათ იუთუბერებს, ბიზნესები და ამბები ეს მხოლოდ მახარებს, რომ თამასები იწევა და იწევა. Good luck, brother. მთელ საქართველოში გაგეხსნას, რა ვიცი, ყველგან ლამაზობები, კოხტობები და ყველაფერი კარგი შე. იუთუბერებს უყვარს ცოტა დაბალ მარჟაზე მუშაობა, ჯიგრულად რა. ჩვენ ხო საზოგადოების ნაწილი ვართ, ეგ არ გვისწავლია რა, რაღაც უნივერსიტეტიდან და რაღაცა გრეგორი მენქიუდან არ ვიცით ბიზნესის კეთება და ესე ჯიგრულად. მაგრამ ზატო არავისზე ნაკლებად არ ვიცით ბიზნესის კეთება. ხო, რა, პრაქტიკა ამასაც და გვიმართლებს მე რომ სწორად რო იქცევით, მაგიტომაც უმართლებთ. ეხლა არ დავიწყებ მოთ შემთხვევით. ამ ტრაბახის მე ყველაფერი არ დაგვიკეტონ რაც გვაქვს ვაფშე. არა მგონია. საერთოდ ყველაფერი. მოკლედ კიდე ერთხელ ბრაზა გილოცავ. სასმელზე გამახსენდი, ჩემი და რატისგან რო გამომაგდო 300 ლარიანი რაღაცა მომცა. ხო. სატრაქშია მე, სადა? იქ გააქრა. უნდა მივიდე? ანუ იყავი? არა. მე რა დერსკად გავარდა. შენ ნახე როგორ გავარდა. უნდა გადახტე ჯერ. და რო დახტები ჰოპ მე რა უნდა დაიწყო. რა შეიძლება და მათ გამეკეთებინა საზოგადოებისთვის იმაზე კარგი ვიდრე ვანახი ჰაუს როგორც არ როგორ არ უნდა მოიქცე. გათვლას რა თქმა უნდა ეგ ქონდა. რა თქმა უნდა ეგ ქონდა წინასწარ მე რომ მივდიოდი მე ესე ჩავითქვა ხოლმე სურვილს რა და მე ეს დედამიწა მისრულებს ამ სურვილებს რა და იყო რომ ჩემი იქ მისვლა ნეტა საზოგადოებისთვის სასიკეთო იყოს სარგებლის მომტა იყო დავწვევი და დღეს ვის რა ვარგეო და ვიფიქრებ აი რა ვარგე და ცოტა კი დასაცინი კი გაუხდი და საღადა ეს ლამაზად შეფუთული ტყუილი ჯერ არ მომისმენია იცი რა მითხარი რატის ვეტყვი რომ ძალიან პუნქტუალური კაცია ზუსტად მიგვიყვანა გადაღებაზე მაგას ვენაცვალე აი მუშაობა მაგას ქვია ორჯერ ვჭამეთ ანუ იმიტომ კი არ ვჭამეთ რომ სუნაგები ვარ კიდე 4 შვილი გავაკეთე იმდენი ხარი ველოდებოდით ორჯერ იყო ჭამის დრო როსანამ ხო მაგრამ ვაღიაროთ იმ ხარ რაღაცებს აკეთებდა რომ სვეჩიანო გირდა ლოდინი კიდე რამდენი ხანი იყავით მე რომ გამოვარდი იმის მერე გავათენეთ ჯوارა მე წამოვედი 2-ზე მაგედან 2-ზე ოღონდ დავრჩი მე რა იმიტომ რომ რაღაცა რომ გამოვარდი ლაშას დაველოდე მე უთხარი რატის რომ მეთქი გადავიცვა მეთქი ვითომ წავედი თქო და გადავიცვი რაღაცა და ცოტა გავერთე просто არ და დილამდე მაინც იყვნენ მაინც ეგრე გამოდი ჩვენ მე და ლაშა ვიყავით 2-ზე წამოვით მე და ლაშა თუ 3-ის ნახევარს და ისინი კიდე ჩელენჯები ქონდათ იმათ და ერთი 4-მდე ალბათ იქნებოდნენ მე 4-ზე რომ გამოვიდოდნენ ფინალში გასული ხალხი ხო იცი ერთმანეთს კამერის იქით გაუცვლიდნენ რაღაცა იმას რა ქვია აზრებს და კიდე უფრო დიდხანს გაჩერდებოდნენ მე კამერებს მოდარემ ჩავაწყობ და გაგიყვანთ თემა იქნებოდა და კამერებს ჩააწყობდნენ კაია დერსკი ქსენსუს გილოცავ ბრაზა 20000-ისკენ ერთი ნაბიჯი გაკლია რავი დაემოგიგოს არ ვიცხვები ვინ არიან მაგრამ დაემოგიგოს უყურე შენთან მინდა რაზე ჭოლაობა რა როდ დაახლოებით რომ მიდის ხოლმე ბიჭო რაღაც აყლიურად მესმის ჩემი ხმა მე მაპატიეთ თქვენც თუ ესე ხართ ბასტოსი მესმის ფანტასტიკურად და ეს მისი ხმის ტემბრის დამსახურებაა. მე რა თეორიის ხშირე მაქვს. ხო, წაგამით.
ეს 1 ესე რა დანაკაჩი ესე всё თუმე ჩაწეული იყო და რატო გვატყუებ რომ ვითომ მარტო ხარ აი უკანო პროდაქშენი გიდგას მაგას დამწვი ხო აი ეს 22-ვე კაცი 400 მაყურებელი და ფორმებით არიან ანუ თავისი სპორტულები აქვს რა მოდიან გაგიმარჯოს თქო ხარო უკან რა ხდება ეს ხოც უდაბნოშლის გორგოლატი პირო მოძრაობს არაფერი არ ხდება ანუ კამერა როგორც კი მთავრდება არაფერი კედელი ეგრევე გრაფიკა ფუჭდება არაფერი არ ხდება მარტოზე მარტო ვარ ნუ დღეს ყოველ შემთხვევაში რა ხო და რას ვამბობდი ესე იგი როცა სტუმრების რაღაცა დაგეგმარება და ამბავი მიდის კაროჩე პონტი არის დაახლოებით 200 SMS-ი მომდის ხოლმე პირადში Instagram-ზე რომ აუ გთხოვე ეს კითხე რაღაცები რა ძირთად დიდარაფერი ისეთ შეკითხვები არ არის ხოლმე რამდენიმე ალბათ ვიღაცასთან ხა 151 პოდკასტი გამიჟღერები მაგრამ ერთი იყო ესეთი კითხვა ავტორი არც არ მახსოვს ბიჭი იყო ეგ მახსოვს ესე ალბათ 1-20 წლის კითხვა იყო ძალიან სერიოზულად იყო რა ძალიან გთხოვ კითხეო ბასტოსო რა ადარდებსო ბიჭო არ ჩავეკითხე აგას რატო ეკითხები თქო მაგრამ ალბათ რაღაცა ისტორიაა ეგეთი ან რატო გეკითხება ეს ესეთი ანუ ეხლა უდარდელის დაბეჭდილებას არ ტოვებ არა უნდა ვივარაუდო უდარდელის არა უბრალოდ როგორ აქვს არ ვიცი ალბათ განწყობის ამბავია რომ აი ჩემ თვითონ მივხვდები რა მე თვითონ მივხვდები ვეცდები შეიძლება სხვა კითხვა სხვა აზრი და შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცა საუბრობ შენ პირველი რა მოგიტივტივდა ის ამომიტივტივდა რომ მაგალითად ხშირად ვარ იმაზე ხშირად ვარ სხვის ვიდეოში ვიდრე ჩემ ვიდეოში რა ანუ ჩემ გადაღებულ ჩემ და მან ჩემი ეგრეთ გადაღებულ ვიდეოში იმაზე ანუ და გონია მაგითო არა და იქ ყველა ანუ რომ დავდივარ ყველა მაგალითად ვიდეოში ვცდილობ რომ მაქსიმალურად აი არადროს არ ვარ რომ აი მივედი სტუმრად და ეხა მორჩება წავალ რა ანუ ბოლომდე ვიხარჯები ყველგან და აი ბოლომდე ვცდილობ რომ აი რისთვისაც აი ბასტოს რისთვის დაუძახეს აი ხო რა ანუ რატო დამიძახეს მე იმიტომ დამიძახეს რაღაცა თქვათ რაც მაქვს თქვათ ესე რომ თქვი რაღაც რითვისაც განსხვავდები სხვისგან ის უნდა დავაფიქსირო იქ და მაქსიმალურად ვცდილობ ოღონდეს მიხარია რომ არ მიწევს ამისთვის დიდი ჯაფა მარტივად გამომდის. ხო. და ჩანს ხოლმე ის რომ სულ ვარ ხოძე სულ ხასია და სულ აწვაი თამაში რომ ეხლა რატისთან რომ ვიყავით აი G2G რომ გავაგდეთ. რომ გავაგდე. გაგთეს გაანები ხა. მაგალითად მე ბევრს არ მოეწონა რა რომ აი აუ G2G რატო გააგდო ბასტომ კაროჩი როგორ მოიქცა. მე ხო ვიცი რომ G2G-ზე ეჩქარებოდა. მე არ ვიცოდი მართლა. მაგრამ ხო შემილია. G2G რა. იქ რომ მე თქვა რომ აი G2G-ზე ეჩქარება და ამის ხო ხდები რას ანუ ვერთობი რა მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვიღაც მოეწონა შეიძლება ვიღაც არ მოეწონოს თავიდან ვერთობი და ალბათ ვტოვებ ესეც დავეტლებას რომ მე სულ გართობის ხასიათზე ვარ მაგრამ გართობის ხასიათზე ვარ როდესაც სტუმრად ვარ რა როცა საკუთარ საქმეებზე საკუთარ თემებზე ვფიქრობ სადაც ჩემი პასუხისგებლობა ყველაფერი საერთოდ და ჩემს რაღაცა დამოკიდებულებაზე არის დამოკიდებული სხვისი კეთილდღეობა მან ძალიან ბევრი რაღაც მადარდებს, აი ძალიან ბევრი რაღაც მადარდებს და იქნება აი მაგაზე კითხება ეკაცი ზუსტად. მადარდებს მაგალითად ის რომ ადამიანები შეიძლება ერთ აზრზე იყვნენ, აი საზოგადოება შეიძლება რაღაც პონჩი ერთ აზრზე იყოს და არ იცოდეს ამის შესახებ, რომ ერთ აზრზე არიან მაგალითად. მე თარო დაგეციო მაგალითად. აი მე როგორც ჩემი საქმიანობა გარდა იმისა რომ რაღაცა ივენთებს და რაღაც პროექტებს ვაკეთებ და მე არ ვიცი და მაპატია იმიტომ გეკითხება. ხო, არა, ჩემი საკანო ესეთი ფარდის იქით საქმიანობა მაქვს რა, რომ ორ რაღაცას რომ მაგალითად ერთმანეთის ჭირდება, ვთქვათ, და ხვდები რომ ერთმანეთი ჭირდება, უბრალოდ ვერ უკავშირდებიან ერთმანეთს ან სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, ან ვიცი გამოსავალი ამის პრობლემიდან არავითარ შემთხვევაში არ დავიკიდებ რა. ანუ ჩემ დროს ავიღებ, დაურეკავ იმას აუხსნით 1-5 საათს, სანამ არ გავაგებინებ, რომ მართლა ანუ რასაც ვფიქრობ რა და იმასაც სანამ არ თელ დროს შემიძლია მაგას დავხარჯო. ანუ ადამიანზე თუ გავიგე, რომ რაღაცით პრობლემა აქვს და ამ პრობლემის მოგვარება მე შემიძლია აუცილებლად დროს ხარჯავ რა. ანუ ეგეთი რაღაცები მადარდებს, ძალიან მადარდებს. აი მაგალითად
X ადამიანი არ მიტყვი რა, პროსტო იმიტომ რომ არ ვიცი ამ ადამიანს უნდა თუ არა, ერთი იუთუბერი მეორე იუთუბერთან დაძაბულობაში იყო. და მაგის მე ერთმანეთთან არ ვლაპარაკე, მაგრამ ჩემთან ორივეს ნალაპარაკები აქვს ცალ-ცალკე მაგალითად. და ორივესგან ვიცი რომ ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა უბრალოდ ნაბიჯს ვერც ერთი ვერ დგამს მაგალითად. აი ეგ დავამუღამე. აი გულგრილად არ დავრჩი რა, ანუ ხო შემეძლო რომ თავისი ანტისაქმე არ ჩავ. შეიძლება ხანდახან ეს ჩარევად შემგან ზედმეტია ხოლმე, მაგრამ გულგრილად ვერ ვჩები რა, უნდა უთხრა ამ ადამიანს რომ რამე რომ დაილაპარაკებ, დარწმუნებული ვარ ორივე ერთ აზრზე ხართ. მოხდა ეგრე დაილაპარაკეს და მე ორივემ დამირეკა ბედნიერმა რომ კაროჩე დავლაგდით და რაღაც საღოლო. ხო ხტები ანუ ორივეს ერთ და იგივე რაღაც უნდოდა, მაგრამ აი არ ამბობდნენ ანუ როგორ ახსნა არ ვიცი, მაგრამ ცოტა რთული. აი ეგ არის ჩემთვის საქმე. დანარჩენი ბიზნესია რა, რომელთაც მე შეიძლება კეთილდღეობა შევუქმნა ჩემს საყვალ ადამიანებს და საქმე რაც ადამიანური საქმე რაც არის მგონია რომ ეგ არის რა, რომ შემიძლია მაგის ნიჭი, რომ ადამიანს იმ ენაზე ვესაუბრო, რაინაც ესმის და უცებ მე შევცვალო და სხვა ენაზე დავიწყო საუბარი რა და ეგრე ადამიანებს გაუმარტივო ცხოვრება. ანუ მაგით ეგ არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხიდების დალაგება, მოდი ესე დავარქმევდი მე რომ გახიდვა. კაი, უყურე ეს ერთი რაც გადარდებს. მოდი მივცეთ მასშტაბი იმ კეთილკაცის აზნაზრო, შეიძლება ამდენი კონტექსტი არ ჩაგიდია ჩემ მოკრო, მაგრამ მოდი ჩვენ გავაღრმავებთ ახლა მაგ შეკითხვას. რა რადგან ფუნდამენტალური შეკითხვაა მე თუ მკითხავ რა ადამიანს რა ადარდებს. ეგ დარდები განაპირობებს ვინ არის ძირითადად. მაგალითად მადარდებს რომ ქვეყანაში აი ძალიან ისე ვიტყვი ძალიან შეიძლება აი მადარდებს ძალიან მადარდებს არ შეიძლება მაგის თქმა გააჩნია რასაპირება შეიძლება არა შეიძლება თუ რამეა ხო გინევა ვაკეთო მადარდებს რომ საზოგადოება არის ორად გაყოფილი საქართველოში ძალიან მადარდებს იმიტომ რომ არსებობენ რაღაცა ორი სფერო ორი განხრა აი Squid Game-ში როგორც ძალიან კარგად ჩანს რომ ვინც მაგალითად თამაშის გაგრძელებას მიცახმარა და ვინც გაჩერებას რომ აკრავენ წითელი და მწვანეები აქვს და ყველა ესე ხედავ რა ის შენიანია ეს შენიანი არ არის აი ეგრე არის საქართველოს საზოგადოება გაყოფილი რა და ამაში არის ყველა ჩარეული თან ის კი არა რომ რაღაცა აი მაგალითად რაღაცა ჯგუფი კონკრეტული არა ყველა მთავრობიდან დაწყებული რა ვიცი ჩაოლებრივ მოხელთ დამთავრებული ყველა მუშაობს იმაზე რომ საქართველოს საზოგადოება გაიყოს ორად ჩემიანები და სხვისიანები რა და ეგ ძალიან მადარდებს იმიტომ რომ საზოგადოების ორად გაყოფა ნიშნავს ყველაზე მარტივად გაკონტროლებას მე ამ საზოგადოების ორად რო გაყოფ მე გააკონტროლებ რა ანუ შენიანებიც რო ანუ რო დაყოფ ამას ორად რა ეხა მაგალითად ხელისუფლება რო ფიქრობს ესე საზოგადოებას რო ესე უყურებს ჩემიანები და სხვისიანები თავისივე საზოგადოება თავისივე ქვეყანაში პრობლემა მგონია და ეგ მადარდებს მადარდებს რომ ადამიანები ვისაც აი მაგალითად კაი ხო ცოტა ამაზე თუ დავიწყე მე მარტო ამაზე უნდა ვისაუბროთ არა მე აბსოლუტურად მესმის და ვგრძნობ ეხლა რასაც შენ ამბობ ეგ არ არის მარტო შესატკივარი ბევრი სატკივარი არის მადარდებს რომ ფეხბურთი გვიყვარს ძალიან საქართველოში ძალიან გვიყვარს ძალიან პოპულარული სპორტია მაგრამ თამაშობთ მართლა ძალიან მაგრამ თამაშობთ მაგრამ არ გვაქვს უფუნება იმისი რომ მაგალითად უგულშემატკივროთ საყვარელ გუნდს ჩვენს ქვეყანაში და ველოდებით საქართველოში როდის ჩამოვა ყაზახეთიან რა ვიცი ის რა ქვია რაღაცა აი მანდ ვერაყვები ვერაფერში იმიტომ რომ მე გონში არა ხო მაგრამ ეხლა წარმოიდგინე ეხლა შეხედე ესპანეთში ინგლისში რამხელა ივენთია აი ხალხის აი როგორ გართობა აი სანახაობა ჭირდება რა სანახაობა ხო ვიცით რომ ჭირდება რა ადამიანები ვართ ეგ სადღაც უკან რომში დადგინდა რომ ჭირდება სანახაობა რა ხო და აი სანახაობის ნაკლებობაც გვაქვს და სანახაობა გადასულია უკვე რეალურ ფაქტებზე მიდის სანახაობა ანუ აი ამ სანახაობის ნაკლებობას კიდე დღევანდელ რეალობაში კიდე სხვაგან ანუ სხვაგან სხვა იმიდან ვიღებთ რესურსს კომპენსაცია ხდება ხო ბაზარი სადაც სანახაობა არ არის სწორი იმიტომ რომ ადამიანის სიოცხლეებია იმაზე რა სასწორზე და ხო ხდება ხო ეგ სამწუხარო რეალობა აი ჩვენ რომ ფეხბურთი გქონდეს მაგალითად ეგრე ვფიქრობ რა ფეხბურთი რო გქონდეს სადაც ხო ეხა ხო დავამტკიცებთ რო გვაქვს მაგარი ნაკრები ყავს მაგრამ მე ვამბობ რომ აი რავი დინამო თბილისო დინამო ბათუმს ეთამაშება უფრო მეტად უნდა ეგ ისი ბრალია დინამო თბილისი დინამო ბათუმის თუ მაყურებლის რომ ეს არ არის შოუს ელემენტად ქცეული და გართობის ერთ-ერთი ელემენტად ქცეული რა აი თქვათ მოდის ფული ბიუჯეტიდან კარგად მოდის ფული სუპერ მოდის ფეხბურთი თუ აღარ მოდის
გონი უარი თქვენ, მაგრამ ფული არის. გონი უარი თქვენ ახლა, კაროჩე და სახელმწიფო დაფინანსებაზე ფედერაცია. მაგრამ როდესაც არის ფული, ეს ფული უნდა წავიდეს ფეხბურთელების გაპოპულარულებაში. ანუ ჩვენ ეხლა ერთი ქართველი ფეხბურთელი მითხარე, ვინც საქართველოს ლიგაში თამაშობს, საერთოდ პროსტა. ლიგა არ ვიცი რას ნიშნავს. გასაგებია, მაგრამ აი ხო ხდები, ლიგა არის რას ნიშნავს. კვარაცხელია. კვარაცხელია იცი ხო? ხო იცი კვარაცხელია. დავითაშვილი ხო იცი. მამარდაშვილიც ხო იცი. ვიცი. ქოჩორაშვილი ხო იცი? ქოჩორაც ხსმენია. ქოჩორაც ხო ხსმენია. ჩაკვეც ხო ხსმენია. ჩაკვეტაძე რა თქმა უნდა. ხო, ანუ რო რამე თუ ფეხბურთი მიუხედავად იმისა, რომ არ გესმის, რო რამე კიტეიშვილი, ადამიანები, ვინც პოპულარულები არიან, ხსმენია შენ. მაგრამ ეხლა ვინ ჩამოთვალე არც ერთი არ არის საქართველოში. მართლა? ხო, ანუ არავინ არ თამაშობს საქართველოში რა. და საქართველოში ქართველი ფეხბურთელებს აკლიათ ოვაცია. ოვაცია რო აკლიათ, აკლიათ მუღამი რო აკლია ფეხბურთი ისა. აი ყველაფერი არის კავშირში რა. უნდა დაიწყოს იმით, რომ გახდეს პოპულარული ფეხბურთელები, გახდნენ პოპულარულები. მე პოპულარულები გახდება ფეხბურთელი, მაყურებელი მივა პოპულარული ფეხბურთელი სანახავად. მაყურებელი რომ მივასანახავად, ფეხბურთელი დაიწყოს მარიაჟობას ამ ზანის ამ მარიაჟობას ამ მაყურებლის წინ და უფრო ეფექტური გახდება. ეფექტური რო გახდება, მეტი ფული ჩაიდება, მეტი ინტერესი იქნება და ესე წრეზე წავა და გახდება რომ რაღაცა არსებობს ჩვენთან ფეხბურთი. და სხვა სპორტმანა დააშავა მაგ ლოგიკით. სხვა სპორტი ჯერ უნდა შეგვიყვარდეს ეგრე. ჯერ არ გვიყვარს. აი UFC შეიძლება იყოს. ახლა UFC ისე გამისწორდა. მე მგონია რომ არ ფეხბურთს აბსოლუტურად ოვაციები ტაში რაღაცა, მაგრამ რადგან მე არ უყურებ სუბიექტური იქნები. აი კრიკეტი მაგალითად ინდოეთში უყვართ კრიკეტი და თამაშობენ. კრიკეტის დედაც მოვთ. არ ხო ვერ თამაშობ ახლა. მაგრამ რო კრიკეტი მაგრამ არ მიყვარს რა კრიკეტი. რა უნდა მოხდეს? ახლა რა კრიკეტის ფალავნები არ მასენდებიან. კრიკეტის თამაში და წავიდეთ რომ ანუ რა უნდა მოხდეს. აი ფეხბურთი ლოგიკური წინადადებაა. წამოხო თამაში და წავიდეთ. ანუ აქ ეგ არ არის რაღაცა დედამიწა და აქაური ბაზარი არა. კრიკეტი შეუძლებელია და ეგრე არ შეახლა კალათბურთიც ოკეია, მაგრამ აი კალათბურთიც შორსაა ცოტა რა ფეხბურთიც აქ ერთ-ერთი შანსი. შენ თუ აი ესე სიტყვას შევთა შედავით ფაქტია რომ ბევრად მეტად ჩახედული ხარ. აი ძალისმიერი სპორტები გასაგებია რომ სისხლში გვაქვს რა რაღაცეები და აგერ შედეგებსაც ხედავთ ხო თავზე ვაგლიჯავთ ყველაფერს. რატო ითვლება მაგალითად რომ ფეხბურთი დაბადებული ინგლისში ჩვენთვის უფრო მშობლიური სპორტია ვიდრე კალათბურთი? სიტყვაზე რა. მე აი პირველად დამისვეს ეგ კითხვა. მაგრამ რო რამე ჩემი აზრით სწორი პასუხი მივიღე ხა რომ დავფიქრდი რა. შემოდი შევთანხმდეთ თავიდან ერთ რაღაცაზე რომ ქართველები ვართ ძალიან პატიომოყვარე ადამიანები. ტაში ანუ მგონია რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობაც პატიმოყვარეობიდან გამომდინარე, ანუ ჩვენ იმიტომ ვართ სტუმართმოყვარეები უფრო ვიდრე რომ ეს ტიპი რო ჩამოწავიდა ჩვენზე კარგი თქვა. მოხდეს რომ კარგი სტუმართმოყვარეები ვართ. და ის ზარდობთ იმაზე რომ ვიცოდეთ მეორე ხდება და ვერსად ვეღარ მიდის. ანუ არც სახშიც არ შემოუშვებს არავინ რა. ეგრე რომ გაწინავ. აქედან მიფრინავ თქვენ ქვეყანაში არა ამაში მოდიდი ნახო რა. მაგაში ვერ გაჭმევთ ვერაფერს გარეთ მოკვდით. ანუ აი პატიმოყვარე ვართ. ანუ ეგ ოვაცია, აი რასაც ვაიძახი ოვაციას. მგონია რომ ფეხბურთიდან, ანუ ფეხბურთში ვხედავთ ჩვენ მაგას რა. ანუ აი ფეხბურთში წარმატება ყველაზე დიდი ტაშის ტოლფასი მგონია რა. ანუ ფეხბურთი კვარაცხელია კაც რომ მოატყუებს ბევრად უფრო მეტი კონტენტი კეთდება მაგის ირგვლივ ვიდრე მაგალითად ლაშა ბექაურმა რომ ოლიმპიადა მოიგო. მართლა გეუბნები. ანუ ან ვიღაცამ ოლიმპიადას რო იგებს მოჭიდავე უფრო ნაკლები კონტენტი კეთდება იმის ირგვლივ, ვიდრე კვარა რომ ორკაც ატყუებს. ზედიზედ ჯერ ეს მოატყუებს, მე მეორეს მოატყუებს. კონტენტის რაოდენობით რო შეხედო მართალი ხარ ეგ. ხო და ეხა კონტენტი მანდ კეთდება და ჩვენ რატო ანუ მანდ გვინდა რა. მანდ გვინდა კეთდება მაგ პონჩი. ანუ ეგეთი პოპულარული ჩვენთან არა. არა. რავი, არის ეხა ნელ-ნელა მოდის უფრო, იმიტომ რომ ეს TikTok ანუ უფრო მეტი კალათბურთი დაინახა. უკვე ჩვენთანამდე აი ხა კალათბურთი ადრე იყო რა, ამერიკული სპორტია მაინც. და წარმოიდგინე ხა NBA-ია კალათბურთი რა, უფრო რა, ანუ NBA-ია რა. აი როგორც MMA არის UFC რა, ანუ MMA არის ზოგადად ის, მაგრამ UFC-ში უნდა ყველას, ანუ UFC-ია თემა. იქ არსებობს სხვა რაღაცები, მაგრამ ყველას ანუ UFC-ში ხდება ეს. ხო, ბაზარი არის. ბელატორის კლუბი დიდად არ მახსენდება რომ გამეთენებინო სიტყვაზე. კალათბურთშიც ეგრე იყო და ჩვენთვის ისა რა, ანუ შორსი იყო. ღამე იყო, ვერ უყურებდნენ, ვერ ადევნებდით თვალყურს. და ეხლა რომ სივრცეები დაემატა, საიდან შეგიძლია თვალყური ადევნო, ანუ ძალიან ბევრი სივრცეთან, აი პროსტა უნდა ჩაწერო რა სახელი, დრო და განახი თამაშის ნახვა შეგიძლია. უკვე პოპულარული გახდა რა. მაგრამ მე კიდე ერთ რაღაცას ვთქვა, ფეხბურთში რა ემოციაცაა. აი თუ გაინტერესებს, რატო უყვარს ხალხს ფეხბურთი ძალიან მაგრა რა. ფეხბურთი ყველა სხვა სპორტისგან იმით განსხვავდება, რომ ქულის მოპოვება არის ძალიან რთული ფეხბურთში. ანუ შეხედე შეიძლება
მე ასე თანრიგით მე-100 გუნდმა, თანრიგით მეორე გუნდს ნიჩია ეთამაშოს, ან მოუგოს. შესაძლებელი არის. ანუ 1000 თამაშთან შეიძლება 5 მოუგოს მე-100 თანრიგოსანმა და 20-ში ფრეეთამაშოს. კალათბურთში მეორე გუნდი ვინც არის სამ სოფლიოში მე-100-ს რო ეთამაშოს, მილიონიდან მილიონს მოუგებს. ანუ ქულის მოპოვება იქ რთული, ანუ გოლის აღნი გინახავს, აი ქულას მაგხელა აღნიშნა ქონდეს, როგორც ფეხბურთში გოლს. ანუ შენ მაგის სირთულის გამო ესეთი პოპულარული ექსპორტი? ანუ ქულის, ანუ აღნიშნა არის ჩახუტე, ანუ ორე გოლი გავიდა, გოლ ჩახუტება. აი ეგ ხდება მარტო ბაზერ ბიტერზე, კალათბურთში მაგალითად. რაც აქ გოლზე ხდება. ან თითო ქულას და ბაზერბიტერი უფრო იშვიათია ვიდრე გოლი, მაგრამ ეგ ემოცია, სპორტი ხო ეგაა რა, ეგ არის სისხლი, გოლა, აყვირილი ისა, შოუ არ არის მარტო რა, რომ დაჯდე და უყურო რა. ანუ ფეხბურთს ეგ აქვს, რომ აი ცოტა ცხოველი ხდება და ლუდიზა დალეწვა და აი ეგ ისა. მე ეგ მაქვს MMA-ზე რა და ბოქსზე მარტო. ზუსტად ხედავ რომ MMA-ც აი MMA არის ჭხუბი არის ვაფშე პირველი სპორტი სამყაროში, რაც გაჩბურთამდე ჭხუბობდა ადამიანი რა. ანუ ჩვენთვის არის აი როგორი სპორტი, მაგაზე ძველ სპორტს ვერ მოიფიქრებს დღეს ვერავინ. ანუ შეიძლება გასტრობანა, აზე არ ვარ სირბილი, მაგრამ აი ჭხუბი ორი ადამიანი შედის და ერთ-ერთი გადაჭრილი გამოდის. ანუ ეგ ძალიან, ანუ ეგ ჩვენთვის არის როგორი მაგალთან ისაა რა, ანუ აი ეხლა ისე ვარ ჩართული მაგ UFC-ს ამბავში, აი პროსტა რენდომზე რაღაც ჭხუბს ვთავ ხოლმე და თავიდან ბოლომდე უყურებ. ანუ ისე UFC-ს გარეთ, MMA-ს პროსტა. UFC-ს იქით ვერ უყურებ რა. UFC-ს იქით გონია რომ თამასა ისეა აწეული რომ ანუ ხვდები რომ პროსტა ადრე უყურებდი კაერტს, უყურებდი ბელატორს, უყურებდი რაღაცებს, მაგრამ აი ახლა ამ განსაკუთრებით ჩვენების წარმატების მერე ხო აი მით უმეტეს რა უკვე ესეთი ამბავი. აი პოდკასტი არის უფრო მონოლოგის რეჟიმიანი, განაცემ იყო მეტამორფოზა ერქვა რა და მან კითხვას გისვამდი და გესაუბრა მაგ თემის ირგვლივ და წინ ნახევრის წინ თქვი სანამ რამე გონი ევროპის ჩემპიონატიც არ ვიყავით გასული. არც UFC-ს არც ერთი კამარი არ ქონდა, ზუსტად მახსოვს ეგ და თქვი რომ საქართველოში სპორტი ძალიან ბევრ რაღაცას გააკეთებს, იმიტომ რომ ეხლაც აი ვიწინასთან მეტყველესავით, რომ საქართველები ვართ მართლა მიუხედავად რაც ვილაპარაკეთ, ცუდი კარგი ისაა, რომ მაგ მარიაჟობის, სამარიაჟო თემის მოსამზადებლად ბევრ რაღაცაზე ვართ წამსვლელები. ანუ ბევრის ვარჯიში შეგვიძლია თან აი ეს რო გევასება, აი ეს ოვაცია ის შეფერებაც კარგად იცის ქართულმა, ანუ ევასებათ ფანებს ეგეთი ტიპები რა, სწორად ვაკეთებთ მაგ რაღაცას შიგნიდანვე რა და ეს ქართველები რომ გავრცელდებით, აი რომ ბევრი რო გაგვიცნობს და ბევრი რო დაინახავს რა ხასიათი თუ ართ, ანუ კავკასიელები ვართ, მე გაიგებენ რომ თეთრი რასა ჩვენ გამოქვია კავკასი, ანუ ხო იცი, ეგ ხო იცი თეთრ რასას კავკასიური რასა ქვია. ანუ აი ხა მე და შენ როგორც ევროპა არა, კავკასიური ქვია, ანუ აი ხა ამერიკელი ვინმე ავიღოთ. მაგალითად ნიკოლ კიდმანი. კავკასიური გარეგნობისა. ანუ ეგრე წერია Caucasian girl. ანუ მე როგორც ვიცი არის მონღოლოიდური, ნეგროიდული და ევროპეიდული რასა. ანუ ევროპეიდული საწყის იღებს კავკასიური ისა. ეს ცოტა ის ხო აქვს ხა ზახოდი ხო იცი? არა, აი მინდა რომ და პროსტა. არა, ჯერა თუ ნანახი გაქვს ესე იგი ეგრეა. რო არ მენდო ეგეც მოსულა, იმიტომ რომ ცოტა უცნაურ რაღაც ვიცი. არა, არ მსმენ, არ გენდორად პროსტა არ მსმენია რა და დღეს ინფორმაციის გადამოწმებას რა უნდა, ესე გადამოწმებული გაქვს მაგას. გადამოწმება ანუ ბროდერსკები ვარ და რომ ხო და მაგას ვამ. ნუ ეხა ეს უშუალოდ საქართველოს არა, კავკასიის რეგიონზე ესე. ჩვენ ვარ. კავკასიური ქვია, მაგრამ ჩვენთან იყო ის ტიპი, ვინც დაყოს რასები და ჩვენიდან მიგვიდა, ან ჩვენიდან დაარქვა კავკასიური რა და არა კიდან რა ქვია, ზემოდან ან გვერდ მარჯვნიდან მარცხნიდან რა. ფერე როგორ არ აგვივარდეს ახლა თავში. მაგას აი პირველი ევროპელები რო ქვია ოფიციალურად პირველად რო თაფლი ჩვენ გავაკეთეთ. ანუ აი ეგეთი რაღაცები რო არის, ჩვენ ვიცით ეგა და ძველი ერი ვართ, მაგიტო უყვირით ბევრს. და არ ესმის უცხოელს ჩვენი არ ესმის, იმიტომ რომ მაგისტვის ვიღაცეები ვართ და ნელა რო გავრცელდებით მეთქი და ჩვენზე ბევრს გაიგებენ, დაინახავენ რაღაცეებს, რო ანუ ძველი ერი ვართ მაინც და კულტურულად ჯიბეს ჩავიდებთ ძალიან ბევრს ძალიან მიხვდებიან რომ ანუ ესეთია ესენი მაგარი ადამიანები არიან რა კარგი განვითარების ადამიანები ვართ რო რამე რა ანუ აი პარალელი რო გავაბრო რა საინტერესო რაღაცა თქვი ძველი ერი რაც ორი აზრი არა ვართ უდიდესი ისტორიით ვარეურს რო ჩავისვავთ პლანეტაზე ეგ არის მაგრამ ერთად რატო ვერ ვართ კარგად არა ეგ ის ძალკე ასპექტია რა ძველი ერი ავტომატურად განაპირობებს დერსკ ტიპებს როგორ ფიქრობ? სიძველე სიდერსკეს განაპირობებს? ძველი გაჩნდა ძველი ერაში გასგულისმოთ.
ჩვენ ძველიერი ვართ, ყველა ძველი ვართ და არ შევცვლება. ანუ ყურე, ჩვენ კულტურა არ შეგვიცვლია რა. მე-11 საუკუნეში დაწერილი ნაწარმოებს დღეს მე-9 კლასელი ბავშვი წაიკითხავს და აზრს გამოიტანს. ანუ ეგ რა ვიცი ხა ინგლისში ჩახვიდე 2 საუკუნის წინანდელი ინგლისელი რო დაალაპარაკონ 3 საუკუნის წინანდელი ვერ გაუგებენ ერთმანეთს. ჩვენ მე-10 საუკუნის წინანდელს გავუგებთ მიუხედავად იმისა რომ ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, რა ვიცი სირია, ანუ რა იმაში ვართ რა ქვია. რა გარემოში ვართ მიუხედავად მაგისა ფანტასტიკური მეზობლებში აი სუტიპები სუომია ხან მუსლიმები არიან ხან ქრისტიანები ხან პროტესტანტი ანუ ყველაფერმა გადაიარა გადმოიარა და ჩვენ 10 საუკუნის წინ ტიპმა რაღაც რო დაწერა მაგას დღეს ბავშვი წაიკითხავს და გაიგებს რა წერია და ეგ არის ძველია რომ ჩვენ დიდი ხანია ქართველები ვართ რა ჩვენ სულ ქართველები ვიყავთ არ იყო რომ ჯერ ქართველები ვიყავთ მე ცოტა ხანი ისინი გავხდით მე ცოტა ხანს და მაგიტო ვარ იმედიანად ხარ ვიყავით ცოტა ხანი ჩვენი სისხლის იმედი მაქვს რომ იმედი მეც მაქვს მართლა იმედი მოგვიშალოს გვერდთან მაგრამ ხო თან ცოტა ისიც მაქვს სკეპტიკური დამოკიდებულებაც მაქვს რა პატარა ერის კომპლექსი ხო, რეალობა ესეთი არის. პატარა ერის კომპლექსიც გვაქვს რა, ანუ გინდა არ გინდა, ხო ხვდები ერი, რომელსაც სიტყვაზე 300 მილიონისგან შედგება, ის რაღაცებზე ნაკლებად ყვირის რა და ობიექტური მიზეზიც აქვს რატო ყვირის. ხო, ჩვენ ვართ პატარა დიდი ისტორია. სექსუალი მამაკაცი აპროტესტებდეს საკუთარ რომ ან უმცირესობა და არ არის რა, თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი უმრავლესობა. მაგის პირდაპირ ყველაფერი უმცირესობაა. ან თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი თუ არ ხარ უმცირესობა ხარ რო რამე რა აი დანარჩენი ყველაფრის ორგანიზაცია არსებობს აი მაგის მოპირდაპირესი რა ჩვენც გავაკეთოთ ჩვენ არ გავაკეთებთ რომ უმრავლესობა ვართ აი ზუსტად ეგაა რა ხო გავაკეთოთ ჯერ უმრავლესობა ჯერ ხარ აი რა იცი რა მოხდება ძმა ხო აი უმცირესობაში გადავა ეგა მერე დაიწყება თეთრკანიანი მაგრამ თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი მამაკაცის გადაწყვეტილებაა რომ white hetero men lives matter აი ესეთი ორგანიზაცია იქნება დასაფუძნებელი იმიტომ გაგვეძრება ეგ პატარა ერთსაც არის და თან რო იცი რომ აი რაღაცა შოთა რუსთაველი რო იცი და აი ამდენი რაღაც რო იცი შენ დავით აღმაშენებელი რო იცი გინდა რომ ვიღაცა სურამგონია იცი აი როგორც ქართველს ხო ხვდები გენეტიკურად გეთანხმები მაგრამ სულ მინდა ხოლმე უცხო პრიზმიდან შევხედო რა ან შენი თავი წარმოიდგინე აი ხა სადღაც ცხოვრობ ძალიან წარმატებული ქვეყნის შვილი ხარ εν რაოდენობით ხართ ეკონომიკა ყველაფერი კარგად არის და უცებ გეჩნდება ტიპი რომელიც გეუბნება რომ შენ ხო თესლი ხარ, მაგრამ ეხლა ძმაო მე მომისმინე რა. 8000 წლის წინ აღვინოსავ წურავდი. აი მილეცა ხედავ, ჩემი მოფიქრებული არის. ჭიდაობაში დედასვა სადაცავ ისაც დავი. ანუ ეგ როგორ ფიქრობ? აი ეს წარმატებები, როგორ ჩვენ აღვიქვავთ ამ ყველაფერს? სოფლიოს თვალშიც იგივე ფასეულობის მატარებელი იქნება. აი მაგას გავიგებთ რა. აი ყურე მაგას ვერ მიხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს არ ყოფილ ხარ არა ქართველი რა. ანუ სხვა პრეზიდენტი შეიძლება შეხედო ესე და ხო, მაგრამ ვერ გაიგე. მაგრამ შენ სანამ ისინი რას ფიქრობენ? ანუ რის თქმაც ეგზოტიკობა ჩემთვის არ არის კარგი პონტი. ანუ ეგზოტიკა ხარ პროსტა დაფასებას არ ნიშნავს რა. არ მინდა როგორც ანანას მიყურებდნენ მიხთვის სუფრაზე, როგორც ჩვენ უყურებთ 90-იანებში ანანას სუფრაზე. ანუ ანანას სუფრაზე იყო ყველაფრიდან ამოვარდნილი ტიპი, რომელიც ყირო და ხორხე ვერ არის, ანუ აი ვაფშე არაფერს უაშ. მაგრამ საინტერესო იყო, ხო, ანუ საინტერესო იყო, მაგრამ დაფასებით ნახვი ვაშლი, ხო, გორის ვაშლი ვენაც ანუ ერთია რომ ეგზოტიკად აღიქვავენ რაღაც პონჩი და აღვიქვავენ ალბათ, მაგრამ აი რამდენად ეგზოტიკა იქნება ისეთივე დაფასებით. აი ანანასი არის მაგარი, თქვა თითოს უფრაზე ანანასი შეიძლება რომ წამომდგარიყო და დაეწყო ბაზარი, აი ესე მომისმინა ესე რომ ექნა რა და აი შენზე დაეწყო ბაზარი და ზემოდან აი ესე თან იცი როგორ დომინანტურა და ანუ ენერგია, როგორი დომინანტი ენერგია უნდა ყოფილიყო. აი ქართლის არის დომინანტი ენერგია, რომ გილაპარაკება რო არის ერთი წუთი ხო შეიძლება ტუჩებში ჩაგარტყას ყველა. აი გორის ვაშლი წააქცია. ხო და აი ეგეთი დომინანტი ანანასი რო ყოფილიყო, წამომდგარიყო და მომისმინეთ ბიჭო, ჩემში რამდენი ვიტამინიც რო იცოდეთ ხა ვაშტო ჭამ ჩემში რა და რო ეთქვა რომ მე თუ შემჭამ ტვინი გაგეძდება რაღაც ის გაგეძდება ეს გამოგეძდება ის და შეგიმცირდება იმის რისკი შეგიმცირდება ჭამეთ ბიჭო აკი რა ხვალ ნახო ჩემები სუ ანანასი იდოს ეგდემა რა ჩვენ თუ ესე ვიდეთ კი მაგრამ ეგ არის ბევრს იბძვიან ჩვენებია ძალიან ბევრს იბძვიან რა სპორტში მაგიტო ამ პრესტი სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ელჩია ბაზარი არა ხო მესამეც თუ გავარ ეხა რომანდოლიძეს აქვს შანსები რომ რომანასი ვინაცოა ბიჭო ძალიან მაღალი იქ ალექსანდრე თოფურიას როგორ არ მიულოცო ბიჭო ეს შეგენაცვალე მე ჩემს ეს რა იყო უფ
ურტყავენ. ანუ ანუ ყველას ეთყობა რომ მაგრატკივათ რა. ანუ ხო არის რომ აი მე შეჩქობენ რომ ხდებათ და აი ეს ამათი რომ ხდებათ ილიას და ალექსანდრე სანტიკებს ეთყობათ რომ აი ენაცვალე ხო და წარმატებ გილოცავ შემოგევლეს სუპერ დებიუტი იყო და იმის თქმა მინდა რომ ქართველები მაგრად მიდიან. ანუ ეგ UFC-ის თემა უკვე ისეთი მოხდა რომ ისტორია შეცვლილია, ერა შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა. სპორტის სხვა სახეობებშიც, ნუ გასციუდოს და რაღაცებს აღარც ვახსენებ, ხსადაც უკვე წლებია გვიჭირავს ეგ თამასა. ზოგადად, ალბათ იმაშია ძნელია ვინმე არ დაგეთანხმოს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დერსკი ელჩობა სპორტის პონტი არის კულტურის გასატანად. მაგრამ აი ყურე სპორტის გარდა და იმის გარდა რომ ძლიერები ვარ და ძველები ვართ მე მაგრად გამჭირვებია სადაც აი სოფლიოში სადაც ყოფილვარ და ხო ეს იგივე თემა ვიღაცა იქაურ ჯიგართან ლაპარაკობ და უხსნი ვინ ჯანდაბახა რა და ეხა ამ ყველაფერს არ დაუწყებ რო იცი რა 8000 წლის წინ აი ყველაფერს და ეუნები თავართასკებს რა აი რაღაცას გასწავლეთ ხო აი თავართასკებს ეუნები მაგალითად სიტყვაზე აი ღვინო ხო აი შეერწრუპავ ძმაო ჩვენ მოვიგონეთ ვაფშე პონტე სიტყვად არასოდეს არ მქონია შეიძლება მე ვარ ცუდი პიარი საკუთარი ქვეყნის მაგრამ იყო როგორი პონტი იცი? საღოლ. აი ეს. ცოტა რო გიტყდება, ხო იცი? რა საღოლ, შიქო არა გაქვს, რა საღოლ. ჩვენაერი ხმოვანება სიმღერაში, ჩვენაერი ხორხი, რა საღოლ. 14 დამწერლობა. ხო, ანუ დიდად. ანუ ყოფილა რომ ვაუ, ნუ ნაის. ხო და მე ცოტა სხვანაირი ელჩი ვარ რა, მე როგორც როცა მივიდა რა. მე არ გამის ესე გეურჩობა. არა, ელჩი როგორ უნდა ჩემი გადმოსახედა როგორი მიდგომა უნდა გქონდეს. ის კი არ გქონდეს რომ საქართველი ვარ. ჩვენ საკუთარი თავი უნდა დავარეკლამოთ ან პიროვნება რა. აი მე ვარ ბასტო და მე რაც ყველაფერი კარგად გამომდის. მარტო ის უნდა ვაკეთო თქვა რა, რაც მაგალითად კარგად უღერი ვიმღერო, კარგად უკრავ დაუკრა, ბურთს მაგრამ კენწლი ბურთი ავკენწლო ხოლმე. გოგოებს კარგად კომუნიკაცია, გოგოებთან მქონდეს კომუნიკაცია, ბიჭებთან კარგად კომუნიკაცია, ბიჭებთან მქონდეს კომუნიკაცია და მე კითხო რომ რა მაგარი ტიპი ხარ, სადაორი ხარ, ქართველი ვარ. უნდა მე უნდა დავუყოლო რომ ღვინო მქონდა, იქოევრი მქონდა, რაღაცები მე რა, რომ ეს ქართველი ვარ, რა თქმა უნდა, ქართველი ყო შენც ესეთი იქნებოდი, შენ იცი რომ ღვინო ჩვენ და მე უნდა დავუმატო ეგენი რომ შენ რო აღფრთოვანდებიან, მე უთხე რომ ქართველი ხარ, ეს კი არ დაიწყო გამარჯობა გიორგი, ქართველი, მოკლედ ღვინო ხმოვანება, ამბანი, კაროჩე ეგენი არ ჩამოუთვალო რა თორე. შემდეგ ჩემ გასტროლიან ტურნე ეგეთი არის. ჯერ ვარ თესლი, უნდა დავიწყო. და მე ხარ ქართველი. მე ბაიკერი, საიდე ჩამოვედი, იცი? აი აქედა სადაც ღვინო, ამბანი ასე, კაროჩე. იცი რომ შენ კავკასიელი, არა, კავკასიელს გავხარ, კავკასიელი ხარ, ეგეთი მე ვაუხსნები. კავკასიელი ანუ წარმოშობით კი არა, ნუ ფერზე ვამბობ რა. ხო. თან ჩვენ მაგარი ვარ, მეფე ქალი ყავდა რომ რა, მე აიყურე შეხედე ცოტა რასისტულად ხوارჟდა ეს. არა, პირიქით, ჩვენ ქართველები მენა რასიზმი და ან ჩვენთან არ ყოფილა, კაროჩე, მაგარი როჟები ვართ მაგამ ბავშვი რა. ფერატკანია ბოლოს, პირველად კი ბოლოს. მე მახსოვს რომ ნახე რა დამემართა ბავშვობაში. პირველად. ეგზოტიკა იყო შენთვის. ეგზოტიკა ხალიჩას ეცვა და კაროჩე, არ ვიცი, გადავიხედე ჩემი აივნიდან და შორიდან ცოტა შორს იყო ადამიანი რეცხავდა ხალიჩას რა, თავის ხალიჩას, ანუ ჩვენი მეზობელი იყო, მე რო გავედი უკვე უბანში, მაგრამ სანამ უბანში გასვლა ეს უფლება მქონდა, ფანჯიდან ვიყურებოდი რა. და დავინახე, კაროჩე, რომ ის არის, რომ ფილმებშიც ნანახი მაქვს, აი რა მჭირდა, იცი რომ ერთი 30 წუთი ასე უყურებდი ტიპს როგორიც, რომ ვაკვირდებოდი რა. და ეგზაი ხდება რასისტული არის ეხლა? არა, ბავშვები ყავი რა რასისტული, პროსტა ჩემს არა, ეხლა ამ გადმოსახედა რო უყურებ. აი მოდი გეტყვი, ქერა რომ ენახა პირველად, აი სუშაგრემნები ვიყოთ ქერა, აი ჩინელები არიან. ჩინელები როგორც უყურებენ ჩვენ, აი ესეთ რაღაცებს მიშვებოდნენ, ბიჭო გადავირი, ხო? ან კურწვერზე და რაღაცები. ჩინეთში ცხოვრობდი, სწავლობდი, 6 თვე იქ ვიყავი და ძალიან ბევრჯერმა ქურთუქზე ხელი მოწერილი. აი ეს ფლომასტერს მაზრნა, ანუ ახან უცხოელი ვიყავი, წარმოიდგინეთ ეხლა, ეგეც რასიზმია, უცხოელი ვიყავი. ხელს მაწერინებდნენ რომ აი გიждდებოდნენ. ანუ აი ძალიან ხელის გულზე გვატარებდნენ. არ ვართ რასისტები ჩვენ. არა, ხო არ არის ეგ რასიზმი. ეგ პროსტა ისა რა. სხვა რაღაც არის უფრო რა. აი ხო ტიპსო საჩივარი რო შემოდის რომ სასამართლოში ეგ არის განმასხვავებელი ნიშა. მე უყურე გახართ შენ და რონალდინიო. აი გვერდ გახარ და ჩემი ძმაკაცისთვის ვეუნები რომ აი იმ ტიპ და ორივეს გახურათ ქუდი. და ნახე იმ ტიპს როგორი ქუდი ახურავს რა, რომელს ხონდა აი ყველაზე მარტივი განმასხვავებელი როგორც აბა შემიძლია უთხრა რომ შენზე ვლაპარაკობთ რონალდინიოზე. ანუ აი რატომ უნდა შევიზღო თავი და აი ის მეორე. ხო, მაგრამ მაინც რასისტული მგონია. არა, აი ქერაზე ავიღოთ რა. თქვა YouTube არ დამბლოკოს. ქერაზე შეიძლება ვთქვა, აი ქერათ მიაინდგას და შავ ბრემანი.
და აი განმასხვავებელი ხო არა არის ქერები პროსტა ჯაჭვებში თექას არაგროვებდნენ აი პონტიარი ეგ ხო და ეგ ისტორია არა მე არ მგონია არ მახსენდება არასდროს არ მგონია არც სურვილი არც ფიქრი და არც განზრახვა რომ ვინმე ჩემთან შეეგროვებინა თექა არა ჩვენ ვაფშე მგონია რომ მე თავისუფალი ვარ როდესაც ჩვენ ქვეყანაში ანუ სტაჟი მაგ სიტყვას ამბობ საერთოდ არ დებ იმ ქვეტექს, რასაც სიტყვაზე დებენ დასავლეთში, რა, იმიტომ რომ ჩვენთვის ისტორიის ნაწილი ეგ არასოდეს არ ყოფილა, ჩვენთვის ეგ არის აი პოპ კულტურიდან გეწამოსული ვაი, ხო ხდები შესაბამისად რაღაცა სიტყვაზე ზანგი თუ რაც არის რა, რაღაცა სოიზახი. ვაფშე არაფერთან არ ასოცირდება რა. ანუ საერთოდ არ არის იმ ქვეტექსტის მატარებელი, რაც ამერიკაში რაღაცა ბრონქსში ან სადღაც ერთი რო ეტყვის მეორეს N-words, იქ შეიძლება მესმის რატომაც. ანუ აქ არაფერი გასი არ ყოფილა. აი ზანგი ქერა ეგორის აი მაგა ეგრე ახსნი ხოლმე, მაგრამ თუ მეტყვის ის ადამიანი რომ არ მსიამოვნებს არასდროს ცხოვრებაში, ანუ შეწყობას მიყენების მიზნით მე არასდროს არ ვიტყვი არც ერთ სიტყვას, ანუ შეურაცხყოფის მიყენებას მომიდა ვიტყვი რომ ყელე ხარ და არა რამე სხვა. ნამდვილად კი არის ბევრი საშუალება ადამიანს გულიათკი რომ მაგის გარდაც კი. ხო და რა ეგ თემა არის რა. აი თუმე რეები ადარდებს ბასტოს, ხედავთ? ერთი ელჩობა თავისი ქვეყნის კიდე. არ კმაწვილო კიდე ერთხელ იმედი ამომწურა პასუხები გაქცა ბასტომ. რამეს დაამატებ კიდე რამე დარდი გაქვს ფუნდამენტალური? ბასტო ატომური ბომბი ჰეპიმენი არ არის, რომელსაც თქვენ ხედავთ შოუებში. ბასტო არის თავისი დარდები. მოწყენილი კლაუნია. და არა, მოწყენილი პალიაჩიც არ არის, მაგრამ ნუ დიდი დარდები აქვს ადამიანს გლობალური, ხო? რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა გქონდეს დარდი, როდესაც შეიძლება პროგრესზე ზრუნავდე ადამიანი, ფიქრობდე პროგრესზე და არ გაქვს იმის დრო, საშუალება, ხალის, ენერგია და არაფერი რო პროგრესზე იფიქრო და რეგრესის შეჩერებას ცდილობს თელი სამყარო. ანუ აი მაგ სამყაროში ვარ და რა თქმა უნდა მადარდებს. პროგრესიზე აი იმ საქართველოში და იმ სოფლიოში გეცხოვროთ, სადაც თავარი სადარდებელი პროგრესის სიჩქარეა. ეჭვმეპარება რო ეგ და პესიმისტი ჩაერთვა კიდე. ეჭვმეპარება მსგავსი სურათი მაგრამ ხო, სადღეგრძელო ძალიან დერს კი ანამდვილად. უნდა მოსვა ამ დროს, კაი სადღეგრძელო და უნდა გადაყურწორო. ერთი თემა რომელიც მაინტერესებს ფეხბურთთან ისეთი ანთებული ბაზრობ თვალები უციმციმებს, არ ვიცი ხ ჩანს თუ არა აქ. ფეხბურთს თამაში ისე მიყვარს. თამაში მეც მაგრად მიყვარს. გაჩერდი. რა? თამაში მე ძალიან მიყვარს. თამაშები ერთხელ. სად? ლიგაზე თქვენთან? არა, ეგ სხვა ბაზარია. რისთვის ოფლიანდები ხო უნდა ვიცოდე ეგ ექსპლატება. მე ბოლოს ვითამაშე ალბათ 5 წლის წინ, ისე დაძალებით მაკაცებმა სტადიონი იქნევს და კაი გავაგორე. რებს ამბობს ამ გიჟდები თამაშზე, ლიგაზე თამაშობ და მაკაცები აცალებ. ჩემი მუხლებით, ჩემი ამბებით, ანუ ზუსტად 22 წუთში მე გძნობ რომ ერთი თვე წამლებზე უნდა ვიყო, ანუ მაგ პონჩი თორე ფიზიკურად ანუ ძალიან რთული გახდა. სიამოვნებას იღებ ძალიან როცა თამაშობ. წარმოუდგენელ სიამოვნებას ვიღებდი, ანუ მთელი ჩემი ცხოვრება იყო ასოცირებული ფეხბურთთან. დავდიოდი რა 7 წელი, 24 საათი 90-იანების ყველა უბანში ხა. ჩემი უბანი გამორჩეული კი არ იყო, ანუ გვითენდებოდა ბურთთან ერთად მეძინა, ოცნებობდი, მაგრამ ნუ ეხა ასაკთან ერთად ეხ ფეხბურთის ნერვი ნახდათ აღარ აქვს მაგ პონჩი. თუმცა აი ამ თემაზე მინდა რა თქვენ YouTube წამოწყებაზე, რომელმაც პიზდეცად გაიქნია, რავი. ეხა რა ეტაპზე არის? ეხა გარჩეს მომხომე რომ YouTube ლიგა ზოგადად რა ფეხბურთი YouTube ლიგა ანუ პროექტი რომ მოდის ახალი პროექტი რომ შემოდის ზოგადად რასაც დავაკვირდი ეგრეა ჯერჯერობით ამაზე ანუ ზუსტად არ ვიცი მაგრამ ეგრე ხდება ჩემი დაკვირვების შედეგად რომ პირველი ჰაიპი არის პირველი ახალი სიახლის ჰაიპი აქვს მე რჩება მაყურებელი რომელსაც ანუ ადარდებს ეგ ყველაფერი და სულ ეყოლება რა ანუ მაფიაზეც ეგრე იყო ანუ პირველი მეორე სეზონი ორჯერ ანუ ეხა ცოტა ნახვას კი არდებს ეხაც ბევრი უყურებს მაგრამ თავიდან ჰაიპი ანუ YouTube ლიგაც ეგრე იყო რა თავიდან ბევრად დიდი ჰაიპი აქვს ანუ აი ყველა არის ჩართული და მე რჩება ის საზოგადოება რომლისთვისაც არის ეს კონტენტი რა რამე ანუ რომლის ინტერესის სფეროც არის თუმცა ეს არ არის პატარა რიცხვი არა არასდროს არ არის პატარა რა პატარა კი არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რიცხვი ხა მაფიაზე ანუ რამდენი რა ვიცი უკვე რა მე მაგ მარტო 20 ჯერ ნათამაშები ალბათ რომელიც ვიდეო დევს და აი სულ აქ რიცხვები რა ანუ ის კი არა რომ ანუ ახალი კი არის ანუ სულ ანუ როგორც ორგანიზაცია და სპორტი მუშაობს რა მაფია ძალიან კარგად ლიგაც ეგრე იყო თავიდან სიახლის ამბავი იყო მე კიდე ერთი სიახლე გავაკეთე ლაივზე გადავიდა ანუ ვცდილობდი რომ სიახლე ანუ მე მინდოდა რომ
ფეხბურთის კონტენტი კი არ მეკეთებინა, ანუ სპორტული შოუ მეკეთებინა, სადაც აი როგორც აი სერიალის ერთი სეზონი მომრჩება და მეორე სეზონში ახალი მსახიობი უნდა შემოიყვანო, ის უნდა ქნეს, ეგრე უყურებდი რა. პირველი სეზონი გავაკეთე პროსტა ვითამაშეთ ფეხბურთს რამდენიმე ადამიანმა და კარგი შედეგი დადო, რასაც იმაზე მეტი, რასაც ველოდებოდი, დაჟე მქონდა რომ საით კონტენტად მქონდა მოფიქრებული ეს YouTube-ი გადაღმოაჩინეთ, რომ ანუ main content-ია. ხო, პასუხისმგებლობა რამდენ ადამიანს რაღაც შენგან აინტერესებს და შენ აკეთებ, კონკრეტულად ვერ მიუდგები რა და კონკრეტული გავხდით ყველაფერი სხვის მიმართ, სხვა რაღაცის მიმართ რა. დაგვეწყო კიდეც კარგად. ხო და მეორე სეზონი გავაკეთე, გადავედით დასწრება რო იყო იქ ბევრი და ახალ ხარატეო და დინამოსთან მივედი და დინამოსთან დავალაგდით რომ ის ერთადერთი მოედანია საქართველოში მინი მოედანი, რომელსაც ტრიბუნა აქვს, დინამოს აკადემიის სტადიონი. მან მე ლაივი დავამატეთ, რაღაცა ჰიმნი დავუწერეთ, რაღაცების შევფუთეთ ისა. მე მან პრობლემა გაჩნდა, რომ ოლიმპიური სისტემით იყო მაგალითად 16 გუნდი იყო და წააგებდი ვარდებოდი. მან პრობლემა გაჩნდა იმისგან, რომ მაგალითად გუნდებს ვეუბნებოდით, რომ თავისუფლებას ვაძლევდი გუნდებს, რომ გაყიდეთ თქვენი გუნდი რა, დაიწერეთ მაისურზე რაც გინდათ, თუ გინდა სხვა ბეთიც დაიწერეთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბეთის პროექტი, სხვა ბეთი, ანუ ყველაფერს ვაძლევდი და ეგრასკლადი ქონდათ. და ფორმასაც ჩვენ ვაძლევდით, იმიტომ რომ ხა საბოლოო ჯამში რო რამე რა, YouTube ლიგის მე კი ვაკეთებ, ორგანიზატორი მე კი ვარ, მაგრამ მე მარტო არ ვთამაშობ, იქ ბევრი სხვა YouTuberi, ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი, ბევრი სხვა TikTok-ი, Instagram, არის ხალხი მსახიობიც, ვინც ვის გამოც მოდის ამაყურებელ და ვის გამოც ჩემ პროექტს ნახვა და ინტერესი აქვს. ამიტომ მე ვცდილობ რომ ყველანაირად ჩემი მხრიდან კომფორტი მივცე, რომ არ ირბინოს ფორმები არ კეროს, ფული არაფერში გადახდა არ მოუწიოს, უბრალოდ მოვიდეს, ითამაშოს, წავიდეს, სიამოვნება მიიღოს. ისიც მივეცი რომ თუ შეგიძლიათ რომ სარგებელი ნახოთ ამ ყველაფრისგან ნახეთ, არაფერში არ ვერები. თქვენი სპონსორი თუ ყავთ, ყავდათ ხო, ბაზარი არა. და ეგრეც იყო და პროსტა რომ აი რომ ამბობდნენ რომ მაგალითად იმ სპონსორს თავ შეუთანხმდი რაღაცა გავარდით, წავაგე და სირცხვილია. ეხლა წარმოიდგინე სპონსორს ეუბნები რომ ჩემი გუნდი, მაგარი გუნდი ის და ერთხელ ჩანს ეს შენი გუნდი და всё. სამნახევარი ვარდება და 20 გოლი გაუტანეს გავარდნენ ხო. და მეთქი რა ვქნათ და ჩემპიონატი გავაკეთეთ, სადაც 70 თამაშიან ჩემპიონატი, მესამე სეზონი იყო 70 ჯგუფური ეტაპი, კაროჩე 70 თამაშიან ჩემპიონატი, წარმოიდგინე 200 კაცი თამაშობდა ჩემპიონატს. ვიდეოში რო გადაიყვანო რამდენი ვიდეოა? 70 არა, ორჯერ ნაკლები ლაივი, ანუ ორ თამაში იყო ლაივითან. 3 საათიანი ლაივი, 35 3 საათიანი ლაივი. წარმოიდგინეთ ვარგეზარება. ხო და მე მაგან უკვე მანდმა ვინ დავინახე რომ კი გასაგებია, რომ ფეხბურთელები და გუნდები უნდა ვიფიქრო მათზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარი რისთვისაც ვაკეთებთ ეს არის რომ ჩვენი მოტივი არის რომ საქართველოში ფეხბურთი იყურება და თუ სწორად შეფუთე შენ საქართველოში ფეხბურთს უყურებენ, ბევრი უყურებს თან და ანუ ფენტეზიც მაგითო გავუკეთე პროექტი დამოწყა, ფენტეზი არის რაც აპლიკაციას საიტივით გავუკეთე რომ იქ შენ საყურელ გუნდს აყენებ და ის როგორც ითამაშებს, ქულებს გიწერს და მანქანა გავათამაშეთ მან დროით. რა დერსია ეს? ხო და მანქანა, კომპიუტერი, PC სეტი. ბევრი კარგი რაღაცები გავათამაშეთ რა, რომ ჩართული ყოფილიყო ხომ, მაგრამ ბევრი რახანი იყო კვეცა და მოდუნდა ხალხი. ხო. ის კი იყო, თამარტო ნაღდი გულშემატკივრები დადიოდნენ, ფინალზე მაინც მოვიდა ხალხი, მაგრამ ხო ხდები რა, აი პირველი 5 თამაში და ბოლო 5 თამაში ხოძე იყო შუაში, აი ცოტა მოდუნდა. იმიტომ რომ აი სულთა ლა ლიგასავით გადიოდა ყოველ შაბათ-კვირას. ანუ ყვირაში 4 თამაში იყო ხორღათა. არა პიზდეც. თანამს გადაღება შეფუთვა და აი თამბნეილების კი მეხმარებოდნენ, ბევრი ადამიანი მეხმარებოდა, მაგრამ მაინც არ ყოფნიდა რა. კომერციულად ხო ძალიან დიდი ხარჯია. მაგრამ ბევრი დაჯდა კაროჩი. ხო გაიგავ ეს. ხო, ბევრი დაჯდა. აქ მითხრა ციფრი და გული გამისდა და ამოვჭერი. ხო და დაჯდა ეგა თან ის კი არა რომ ანუ ჩემი ამან არ იყო ჩემი შემოსვლა რაც რო ვაკეთე ღამები ვახელე და ის ბიჭანი იმენ რა დაჯდა. შემდეგ კითხვა გი, ჩიტი ბძღვნად ღირდა? კი, იმიტომ რომ მან მივიღე გამოცდილება, სადაც მივდივარ, თუ იქ მივედი, რა ყველაფერი ღირდა, ამაზე ორჯერ შეშრომაც დაჭირდეს, შემდეგს ღირს, იმიტომ რომ უყურებ რომ მინდა რომ აქ დაიბადოს რაღაცა პროექტი, რომელიც ნელ-ნელა დაიმატებს სხვა ქვეყნებს, გაკეთდება რაღაც საერთო ორგანიზაცია და საქართველოს YouTube-ური რაღაცა გავა საზღვრებს გარეთ და გაიცნობს მსოფლიო რა. აი ეგ პიზდეცია. აი ეგ მაგ ხო და ეხა ისეთი ჩემპიონატი ჩავატარო, აი ეგ მაგ თემაში რა, რომ ისეთი მაგარი შოუ უნდა გავაკეთო, საფეხბურთო შოუ და რომ ამის ვიდეო პრეზენტაცია ვისაც არ უნდა ვანახო, საერთოდ სამყაროს ნებისმიერ წელთაღრიცხვში, როდესაც ფეხბურთი უყვარს, მოუნდეს ამ პროექტის ნაწილი იყოს რა. აი ეგ მაგ მოგამე რომ ეგეთი რომ თამამი ვიყო ყველასთან რა, ხო და მე კი ვიცი რას ველოდები და რა მინდა, მაგრამ ამის ეხა ხანდახან რომ ველაპარაკები ადამიანს
მოსწონს, რასაც ვესაუბრები ყველაფერი. მაგრამ ისე ექნება და too good to be true რო არის, ხო იცი, ზედმეტად კარგია რომ სიმართლე იყოს. და უცებ ჩდება რაღაცა ხარვეზდება, კი, მაგრამ ის ზუსტადია და ეგ არ ყოფნის. ამიტომ უნდა ავიღო ეხლა საკუთარი თავი. ვიგეგმა მაგ ზუსტი კონკრეტული როგორც უნდა გავაკეთო რა. ამ წელს ისე დავაგდება თემა, რომ ჯერ რასაც ვამბობ რომ იქამდე მისვლა მინდა აუცილებლად მივალ რა და ყველაფერს გავაკეთებ ხელი მოგიმართოთ სვეტში ეგეთი დერსკი გეგმები ალბათ იმ ხელა ენერგიას და ტვინის ბურღვას მოიცავს წარმოგიდგენთ ბიჭებიც ვინც არიან მონაწილეობას ვინც იღებენ და მაგარი გაგებით ეკიდებიან quelაფers რა ძალიან ჯიგრულად მიადვილებენ აი ფეხბურთელებზე მაქვს საუბარი და იუთუბერებზე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ეგეთ კომუნიკაცია არის რა კომუნიკაცია მაგრად მიადვილებთ იმიტომ რომ ყველას შეუძლია იყოს ხიჭვი რა რამე რა უფლება აქვს მეგეთ პროექტში სადაც თვითონ არის რაღაცა ნაწილი პროექტის და მაგის გარშე რთულია რამე გამოვიდეს რა შეუძლია იყოს გამტრაკებელი რაღაცეებში რა მაგრამ მომყვება მინდობა შეცდომას თუ უშვებ რა თქმა უნდა ვამბობ რომ შეცდომა დაუშვი მაგრამ არის რო შეცდომა დაუშვი ხო და მაშინ ეგეთი არ არის რა იმენა ყველა ხვდება რომ მიცნობს ჯერ ერთ ყველა და ეგეც ეხმარებათ რომ აი შეუძლებელი რამე სხვა განზრახვა მქონდეს აი ნული პროვინც პირადად მიცნობს აი ყველას ვისთანაც არ უნდა მიხვიდე აი შეუძლებელი რომ იმ მკითხას რომ ამ ტიპს შეიძლება რაღაცა სხვა განზრახვა მქონდეს რა ანუ ბევრის ლაპარაკი პრობლემაც არ ჩემი რომ სულ ლაპარაკობ სულ ყველაფერს ვამბობ რა აი არ ვერ ვიკავებ თავს ანუ აი ბევრჯერ ჩემ უცუდად მობრუნებულა ჩემთან მაგრამ აი მაინც რა ვქნე რაღაც რომ მიხარია აი უნდა ვთქვა და ეს ბევრს ლაპარაკობ და მე რაღაცები არ გამომდის მე რაღაცა მავიწყდება ყველას რაც პირობების გაცემა მიყვარს იმ მომენტში გულწრფელი ვარ ნამდვილი ვარ მე მავიწყდება მე გამოდის რომ რაღაც არ გამომივიდა მე მაგაზე ვდარდობ ეგ და ეგ ძალიან მაგრამ იშლის ხელს მოკეტვა რომ შემეძლოს ბევრად ეხა შეიძლება ნახევარი წელი წინ ყოფილიყავი ერთი წელი არ გაჩერდა მაგასაც დაამუღამებ ძალიან ბევრს ხო ამას აქ შენ თავს მოვა მაგის დროს და მაგასაც დაამუღავებ ერთი რაც თქვი ანუ კომპლიმენტად ქართულ YouTube-ს არ შემიძლია არ უთხრა ეს ეხა 100-დან 100%-ს არ ეხება ოღონდ ამას ცუდად არ ვამბობ მაგრამ ძირითად შემთხვევაში რა მე რაც მინახავს ეს მარტო ჩემ არხს არ ეხება რა ანუ ერთმანეთის კომუნიკაცია იუთუბერების და ასე შემდეგ ანუ ჯერჯერობით ქართულ YouTube-ზე უპრეცედენტო მგონია როგორც community რო ავიღოთ ცალკე ორგანიზმი რო ავიღოთ რა YouTube-ი უპრეცედენტო გვერდში დგომა არის ხოლმე რა ანუ მე არ მინახავს ესეთი გვერდში დგომა სხვა community-ებში ხვდები ანუ აი ესე რა მისვლა გვერდში დადგომა არ გატრაკება რასაც შენაბობ მიუხედავად იმისა რომ შეგიძლია გაატრაკო მაგრამ არ გატრაკება იმის გააზრება რომ ადამიანი ქმნის თავის შეცდომები უნდა დაუშვას ასე შემდეგ ანუ საერთო ინტერესს ემსახურება ეს თუ განზრახვა არა აქვს რომ დაგაზიანო ოდნავადაც რომ მოეზიანო შენ მაგას არ უნდა გაუბრალდე აი მაგას რა ასე რომ ეგ ჯერჯერობით მეტნაკლებად გონია რომ მანდ კარგად არის ამბავი ქართულ YouTube-ზე რა და YouTube-ერებში ერთმანეთში და ერთი არაპოპულარული აზრი გამახსენე არაპოპულარული შეიძლება არ იყოს მაგრამ აი ხარ ასე განზრახვაზე ჩემი როგორი მიდგომა მაგიცე ჩემი აზრით შემთხვევითი მკვლელობა არ უნდა იყოს მკვლელობის მუხლი და განზრახველობის მცდელობა უნდა იყოს მკვლელობის მუხლი რა ანუ ადამიანი მე რო გადაწყვეტილი მაქვს რომ შენ რაღაც დაგიზიანო და არ გამომივა ისე უნდა ავანაზღავრო როგორც დაგაზიანე და მე რო შემთხვევით დაგაზიანო არ უნდა ავანაზღავრო როგორც თუ დამტკიცდა რა ეგ არა აი სამართალს და კანონს შორის ეგ სხვაობა ანუ მორალსა და კანონს შორის ეგ სხვაობა არის ხო რა სამართალიან ხო ხდები მორალი რა ხო ეგ არის თეზი საინტერესოა არის გადავაბაროთ ეგ ჩვენს კანონმდებლებს ძალიან გამეცინა შენ ახლა კონტენტს უყურებ და პატარა ჭრას გავაკეთებ Patreon-ის შესახებ და უცებვე დაგაბრუნებ იქ სადაც იყავ. უცებვე დაგაბრუნებ. გეტყვი რა არის Patreon-ი? Patreon-ი არის ცალკე პლატფორმა, სადაც შენ შეგიძლია შენ საყვარელ content makers ფინანსურად დაუდგე გვერდში. Subscription-ის ყიდვით, რომელიც $5 ღირს და როცა გინდა გააუქმე. მაგრამ ეს უბრალოდ გაქნეული ფული არ არის და გაქნეული ხარდაჭერა და ასე შემდეგ. შენთვის ექსკლუზიურად მე Patreon-ზე ვაკეთებ კონტენტს. პირველი გეტყვი რომ არასერიოზული პოდკასტის აუდიო ვერსიები მხოლოდ მანდ იქნება. ასევე არის კინორჩევები, ანიმე რჩევები, სერიალი რჩევები, Night Talk-ის ლაივები იქ გადაბარგდა. ასევე არის გათამაშებები და რაც მთავარია სერიალის კონტენტი, making of-ი დაიდება იქ.
თუ შენ სურვილი გაქვს იქ გახდე ჩემი თანაღმზელი და ამ სიმბოლური თანხით ხარდაჭერა გამიწიო მე ფინანსურად კონტენტის კეთებაში და არა მარტო ოჯახის რჩენაში მე შენ მადლობელი დაგჭირ. გოდიში რომ ეს დრო წაგარჩვი, ახლა კი დაუბრუნდი იმ შვენების ყურებას, რასაც ჩემი გაკეთებული კონტენტი ქვია. გაგოცე ისერში. წვინი გამებურღა ბიჭო, სულ აქვეძებ თვალით კამერას და როან ხდება, მაგრამ ერვე იმეშლება. ხაერში ბაზრობ ნახევარი პოდკასტია მაპატიეთ, ეს არ ჩვევოდი, გავიხედა არაფერს სარკეა იქ და იდიოტი ვიტყურები წინ დაუკანა. და არხზე მინდა რაღაცეები კითხო რა. შემადგენლობა ზუსტით, კამდბაზე რამდენი ხართ? 234 ხო? 9 კაცი. 9 კაცი არის, მაგრამ ვინც ჩანს ის იმ ხალხზე ახლა ლაპარაკის გასაგები ედიტორები ვიღაცები რა. 5. რო იქნებოდა? აი რაზეც ახლა სანამ ესეც ვაწყობდი რომ ლაპარაკობდით რა. არაერთხელ მისაუბრია აქ მე მგონი ამ თემაზე რომ რა არის სირთულე ჩემთვის გუნდური არის ბევრი პლუსი რა თქმა უნდა, მაგრამ მინუსი რა. ჩემთვის გუნდური მუშაობა, ანუ ერთ არხს წარმოადგენს რამდენიმე ტიპი კომერციულად არის, ნუ პიზდეც. იმიტომ რომ რაც უფრო მეტნი ხართ, რაც არ უნდა დიდი კუში იშოთ, ეს უნდა გატყდეს შესაბამისად, ხო? ამიტომაც დიდი კუში არ ეტყობა ხოლმე ეგეთ პონტს რა და მე ენთუზიაზმი მალე თავდება. ხო ხდა არა და თითქოს მუშაობ, კაი კუშით შემოდის, მაგრამ ბაბაშო მუშაობ, ნუ სად არის ეს კუში რა. ერთი რო ხარ მაკვეთში უფრო მარტივი არის. რთული არის, იმიტომ რომ კაცშვილი არ მყავს, მიხვდი, მე უნდა დავალაგო ისიც, ესეც, ისიც მაკვეთში. თქვენთან როგორაა ეხა რასკლადი რა? ენთუზიაზმი სადამდე მიდის? თავიდან იყო, რომ თავიდან დავიწყეთ, თავიდან კარგად დავიწყეთ მუშაობა. გეტყვი რა პრობლემები წარმოიქმნა. თავიდან ჩვენ კარგად ანუ ჩვენნაირად ესე დიდი ჯგუფები შეკეხა ოქტოპუსი დიდი ჯგუფი, მაგრამ ოქტოპუსი ნელ-ნელა გაიზარდა. ხო, დაბაკაცები სულ იყვნენ, მაგრამ აი როგორც არხის წარმომადგენლობა ნელ-ნელა გაიზარდა. მაგრამ სხვა ჯგუფები ხარ მეტყვი ჯგუფების სახელებს და იუთუბერების სახელებს. მე ბევრი არც მახსენდება. ხო, აი ჩვენ როგორ გამოვკვეთით, რომ ჩვენ შევიკრიბეთ, ჩვენ ერთი თვე სახლი ვიქირავეთ სადღაც და ერთად ცხოვრობდით. რომ გაგვეგო ერთმანეთის და რომ ანუ წნეთში ვიყავით, კერძო სახლი ქონდა ქირავები, დაგვეხმარა ერთი ძალიან კაი ადამიანი, რომ ეგ ფუფუნება მოეცა, რომ ერთად გვეცხოვრა ისე, რომ არ გვეფიქრა რაღაცეებზე. ერთად ვიცხოვრეთ, რაღაცები დავწერეთ, რაღაცეები მოვიფიქრეთ, რაღაცები გავწერეთ და რომ შევქმნით YouTube არხი. კარგად დავიწყეთ ძალიან კარგად დავიწყეთ, ანუ იდეალურად დავიწყეთ. როლები თავიდანვე გადაინაცვლეთ. და ყველაფერი სწორად მიდიოდა, მე YouTube ლიგა გაკეთდა. YouTube ლიგამ ცოტა ყურე აი ეს ხო ვიცოდით რომ უცებ უნდა ადგე რაღაცა ჩათვალე რომ ცხოვრობ შენს იმასთან ერთად, თქვათ, მეორე ნახევართან ერთად და იცით რომ დგებით, იმაშვებით, ღამე ისე რუტინა, ხო? ხო. და ყველაფერი მიდის და უცებ გეჭდა ბავშვი რა. ძალიან მესმის ახლა რაც ეს ყველაფერი ძალიან ახალი და ნაცნობია. რა მოგითხარ იმებზე ლაპარაკი. ეგე ძალიან მესმის, აი ზუსტ პირველი სიტუაცია და მეორე განსაკუთრებით. ხო და ბავშვი გეჭდა ეს YouTube ლიგა, ბავშვი რომელიც პრიორიტეტული ხდება და შენ იქ რაც დალაგებული კონდა საერთოდ იცვლება და გაგდებს ტემპი და შეიძლება უცებ გაღვიძება მოგიწევს უცებ დაძინება უცებ საფრთხე ხო ხდები და ბევრ რაღაცას ითხოვს იმიტომ რომ ბავშვია რა ეგეთი რაღაცა გაჩნდა ჩვენთან YouTube ლიგა ეს YouTube ლიგას კეთება თან აქეთ კონტენტის კეთება ერთი მივხედავ იმისა რომ ხა ლოგიკურად რომ გადავხედო შემილია რომ აგალ 10 წუთი მჭირდება რომ თქვათ აი 20 წუთში წერდით გიორგიის სცენარს რა რამე რა ანუ შეიძლება სტუმარი მოსული იყო და მაგ დროს გვეწერა რა ხო ანუ მალე ვწერთ, ანუ მართლა მალე შეგვიძლია ანუ რაღაცის მოფიქრება, მაგრამ ეგრე რომ გვეგონა რომ აქ მოდი ამას ისედაც მალე ვწერთ და ამასაც მოვიფიქრებთ, ტვინი მიმართული რო გაქვს ერთი რაღაცისკენ, მეორეს 8 წუთში აკეთებდი, ერთი წელი, ანუ 2 თვე შეიძლება დაგჭირდეს იგივე შედეგი. აი ეგ ვერ გავთვალეთ რა და ეს YouTube ლიგა პროექტი რო გახდა, პროექტზე რომ მუშაობთ, პროექტი, აქეთ უცებ რაღაცა შუტკების წერები და რაღაცეები რა, სახალისო ვიდეოების გადაღება, ცოტა გავჩერდით, მე უცებ ოფისი აღარ გვაწყობს, იმიტომ რომ ანუ ბევრი რაღაც აირია რა და მაინც იმითი ინერციით და სურვილით გავაგრძელეთ როგორც არხმა მაგრამ ეხლა ხას მივიღეთ გაწყვეტილება რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ YouTube არხიდან მაგალითად YouTube არხი დარჩეს ჰამაკი YouTube არხად და რაღაცები რასაც ერთად გავაკეთეთ ის კოლექტივი ვინც ვართ არ ჰამაკზე დაიდოს მაგრამ ჰამაკის თავარი საქმიანობა სიტყვა ჰამაკის როგორც ორგანიზაციის როგორც პროდუქტის როგორც ბიზნესის იყოს პროდაქშენი სტუდია და არა YouTube არხი იმიტომ YouTube არხი მივხვდა იმისა რომ
აი ჩვენი მეგობარი კომპანიები ძალიან გვერდში გვედგნენ და ეს მონდათ რომ აი ბევრ ამას ვაკეთებდით და გაგებით ეკიდებოდნენ ვიდეო დაგვაგვიანდებოდა არასდროს არ იყო რომ აი ვიდეო რატო არ კიდევთ ნახვა არ ექნებოდა იმდენასაც პირდებოდით თქვა შეიძლება მარგვიტრაკებდნენ მიუხედავად მაგისა ჯვანიას გვაქვს 4 სართულიანი კერძო სახლი რომელიც ოფისა და ყსულია დაგაკეთებული და ჩვენი მეგობრისაა და ანუ რამე ბევრჯერ კი არ გადაგვიხდი ხო ხტები რა მიუხედავად რომ ნაკირავები მიუხედავად მაგ ყველაფრისა შენახვა დიდი კარგი აპარატურა რაც გვაქვს ამ კარგ აპარატურას კარგი მცოდნე ჭირდება კარგი გადამხები კარგი კომპიუტერი ძალიან კარგი კომპიუტერი ჭირდება იმიტომ რომ ხა Black Magic-ით რაღაცას რო იღებ კომპიუტერში გადაიტან ან სხვა ამბავია რა დაუთსორსზე მუშაობა არ გიცდიათ რომ ხო და აი ხა მაგაზე მივდივარ რომ ჯობია მე ჩვენ გადავწყვეტ რომ ეს მოდი ისე ვქნათ რა ქვია ცალკე არხებიც გავაკეთოთ, რომ ეხლა მაგალითად ეხლა რომ მიდიხარ, ეხლა მაგას ყავს 4 სპონსორი მაგალითად, აი ეს 4 სპონსორი მოაქვს X თანხა. და X თანხა შენ არ ყოფნის, შეიძლება 2X თანხა. შენ 8 სპონსორი რომ მოიყვანო, უკვე იმ სპონსორსაც აღარ უნდა შენთან მერვედ ყოფნა რა. ფაქტები, ანუ რა შეუძლებელია ერთმა არხმა მაგდენი იშოვოს, რომ მაგდენი ადამიანი კმაყოფილი იყოს ხელფას კი იღებს იმაშვება არა მაგიტო ამბობ ზუსტად ამიტომ გადავწყვეტ მოდი ჩვენი არხებიც გავაკეთოთ იმ არხებს რომ ცალკე მონეტიზაცია ექნება ცალკე გავყიდით რაღაცა პატარა კომპანიებზეც პატარა თანხაზეც და იქ ამაკმა მაგალითად როგორც პროდაქშენი შეკვეთები აიღოს იმიტომ კარგად ვიღებთ გადაღება კარგად შეგვიძლია რაღაცების სცენარის დაწერა კარგად შეგვიძლია როგორც ჯგუფს ანუ როგორც პროდაქშენი და როგორც სტუდია ძალიან მაგრა იმუშავებს და როგორც არხი რომელსაც მას 4 ვიდეო უნდა დადოს თვეში და ისა და ესა ეგ უფრო უკან დამახეველი იყო ვიდრე რამე სხვა რა თან შემოსავალს მაგნეტს აწნა ამიტომ მიჩვენია რომ მე ჩემ სახში გადავიღო ვიდეოები და რო რამე იმის მიათედი ფული შემომივიდეს რაც ამაკ შედიოდა მაგრამ ჩემთან შემოვიდა და ამაკმა როგორც ბიზნესი ისე იმუშაოს რა ჭკვიანურია და თან ეს ამაკ ბევრი რაღაცა გაგვიკეთებია კიდე არ ჩანს ეხა ბევრმა ეხა არ იცის მგონია რომ YouTube-ზე გაგვაქვს მარტო გაკეთებული მაგრამ ბევრი რაღაც გვაქვს გაკეთებული და ბევრი პროექტი გვაქვს ნამუშევარი ბევრი ფილმია ჩვენით გადაღებული ეხა კარგ მე რა გამოვა ეგ ყველაფერი რა მაგრამ გამოცდილება გვაქვს და კარგად ვიღებთ რაღაცებს და კარგად წერთ და რეკლამებზეც კარგად მუშაობთ რომ რამე რა თან ძვირიც არ ვყავართ ხო არის რომ აი დაბალფასიანი რეკლამა და ეს მეორე აი მეტრო პროდაქშენი მაგალითად მე ძალიან და შუა ტიპი ხულიარდი და 2 ლარი ხო და შუა ტიპი არ უყავს და ეს შუა ტიპი მინდა გავხდე მე რომელიც ნორმალურად აი smart choice-ებს ჭკვიანურად გააკეთებს რეკლამას და არა ძვირად რა ხო ხდები რა და თან უამაზადაც და ეგრე და რაღაცა პროექტებს გავაკეთებთ ხოლმე რომელიც გქონია რომ ისეთ პროექტებს რომელიც რაღაცაზე კარგზე გავლენას მოახდენს. ჭკვიანურია ბიჭო ხო მე ვთქვი სულ ფიქრობდი რა ესეთი დიდი კამანდები რო არიან ეხა ვიღაცეებ ეს თვალზე ნესვი პროდაქშენი როცა იყო რა კაკია და ჯიგრები აი სერიალი ხო აი სადაც აი ჩახედული ვიყავ ეს თუ ისე რა რაღაცა ბიჭებთან შეხება მქონია ესე მეგობრობთ რაღაცა და ვიცოდი რამდენი იყვნენ რა და რამდენი შრომობდნენ ძალიან ბევრ შრომობდნენ და სუფრები რომ ბალად აი რამდენი უნდა იშოვოს შეჩემა რომ დაგეტყოს რა თან საქართველოში სერია ბედური მე ხა ვიწყებ ეგამაკ ეხა მთელი ჩემი ენერგია მთელი ჩემი კონცენტრაცია თვის ბოლოს იწყება გადაღებები ეხა მიდის გამწარებული პრე-პროდაქშენი მე მაქვს აი მთელი ჩემი რესურსი გონება ეხა გადართული მაგაზე აი გონება თუ გადართული ძალიან კაი გამო სხვა გზა არ მაქვს გულწრფელად გეტყვი, ორჯერ ვიყავი ეგრე ანთებული რა, YouTube-ის კონტექსტში. ერთხელ აი ხა სადაც ვზივართ და ნეტა ეგრე გაისროლოს ამ სერიალმაც, ხო ხდები, ანუ ესეთი ანთებული, იმიტომ რომ აკეთებ კი არა, რომ კონტენტი უღოდ გააკეთო რამე და ნახვები დადოს. თან რო გევასება რასაც აკეთებ. ხო, რო იცი რომ აი ხო, აი ზუსტად, აი ეგი პოდკასტი იყო, რომელიც აგერ მე-5 წელია და სახეზე, მაგრამ ეხლა მქონდა კრიზისი სერიოზული, იმიტომ რომ დოხვია იდეა მქონდა ფორმატების, საშუალებაც იყო მეტნაკლებად, მაგრამ არაფერი გულს არ უნდოდა. უნდოდა twins. და ეს კონფლიქტი აღარ დამთავრდა და მივხვდი რომ ეს მინდოდა და ეხლა დაიწერა, ხო, ეხლა დაიწერა, всё, სტაფი შედგენილია, სპონსორებიც ყველაფერი მოკლედ დავალაგეთ. ჟანრი შეგიძლია მითხრა? ეს არის შავი კომედია ვამპირებზე რა. და ახლა ის გაკ ისა რეფერენსი გაკიკიდან? გეტყვი საიდან? გაჟღერებული არა ერთხელ. What we are doing shadows. ოღონდ მარტო ხერხი აღებული. სხვა დანარჩენი ეგ ძალიან გადავებ ხომ რომ აი მას რო აიღებ შედვას რო აიღებ და შენ სცენარს წერ ანუ სცენარია მომთავარ და ამბობენ ხომ რომ აი ეგ მქონდა გიორგიზე ცოტა ნერვები მეშლებოდა რომ აი რახან ორი ტიპი სიჩუმეში შიშავეში იჯდა გადაიღეთ იმადგანო ანუ
მაგრამ ორი ტიპი რო შევაშიძე და სცენარი რა ასელაპარაკება ერთი მეორეს ხო და არა თან მე კიდე გეტყვი რა დამემართა რა მე რო რეფერენსი ავიღე მაქედან ანუ ხო რაღაცა გავლენა რა მე ოფისის გავლენა მაგ ძალიან დიდი რა. ჩემი შეყვარებული საყვარელი სერიალია ეგეც და ჭკუა მეკეტება. ოფისის ოღონდ თავარი ვაიბი რაც ანუ უხერხულობა რა. ანუ აი სიჩუმეზე აქცენტი. როდესაც ყველაფერი გეუბნება რომ ეხა შენ ხარ პარადოქსულად უხერხულ სიტუაციაში. ატმოსფერო გეუნება, მსახიობი გეუნება, კამერაში თვალებით, ჭრები, აი ეს ყველაფერი აი ეს რაღაცები სუტრიალებდა, მაგრამ როგორც კი ამ რეფერენსებით დავჯექი და სცენარის წერა დავიწყე და მე პირველად დავიწყე რაღაცას ესე სერიოზულად წერა და მე არ ვარ სცენარისტი. მე როგორც მსახიობმა დავიწყე ეტიუდის პრინციპით წერა რა და ვამოწმებ ძალიან ბევრ სცენარისტებთან გადავამოწმებ ფორმად. მე მივხვდი რომ რეფერენსები მალე თავდება, როცა სტორიტელინგზე გადადიხარ, მე რაღაცები სხვაგან მიგდის. საბოლოო ჯამში მივიღე ის რომ მე ძალიან ან და ძალიან თვითკრიტიკული ვარ ძალიან ზედმეტად, მაგრამ ჯერჯერობით რაც ვნახეთ, გონია რომ ძალიან მალე, სექტემბერში ძალიან მალე ვიუატრაკებ, გადაღებები იწყება, სექტემბერში დაიდება. ფიქრობ რომ მოხდება კარგი გაგებით რევოლუცია. ანუ ესეთი რაღაცა და იმიტომ გეფიცებ ბავშვიცა ვარ, იმიტომ არ ვამბობ რომ მოემზადოთ ინტრიგა იყოს და სერიალს ჩაუждეთ. ანუ იმ ხერხში, იმ სტაფით, იმ შემადგენლობით არტისტების, იმ კამეოებით, იმ გადაწყვეტებით აქამდე ჯერ მსგავსი არც ტელევიზიაში, არც YouTube-ზე არ გაკეთებულა. ამიტომაც ძალიან მაგარი ჟანრია. ჩვენც ახლა რომ აი უხერხულობის ამბავი ქონდა გიორგის აი ძალიან ბჭო მაგარი ჟანრი, ანუ მაგრად ყვებავს რა. ათან ყველა სხვადასხვანაირად ყვებავს, ეგ უხერხულობა ზოგს აცინებს, ზოგს ადარდებს, ზოგს ძაბავს, ზოგს კითხვას უჩენს. ანუ ისეთი ჟანრია ეგ რომ უხერხულობის ამბავი ისეთი რაღაცა არის, რომ ყველა იღებს სხვადასხვანაირად. ანუ შენ შეიძლება ტიპი მოვიდეს, რომელიც გიყურებს და ეზიზღები რომ რამე აი ისე შეიძლება სერვისი არა, მაგრამ ხერხულობის შექმნის გამო და მაგრამ მაინც უგიყურებს ერთი სული აქვს, როდის დაიდება, მაგრამ ესე გიყურებს იმენა აი პრაიმ ჰაუსის მაყურებელს გეტყვი რა, ორნაიმ ხო, ბაზარი პრაიმ შეიძლება ხუთნაირად უყურო, короче რა. ანუ შეიძლება აი სხვადასხვანაირად ინტელექტის მიხედვით სხვადასხვა ტიპმა შეიძლება სხვადასხვანაირად შეხედოს ამ ყველაფერს, ზოგმა ექსპერიმენტის სახით შეხედოს, ზოგმა იღადაოს, ზოგმა ჩაერთოს, ზოგი გაბრაზდეს არსებობს, მაგრამ მაინც უყურებდეს. ანუ აი ეგ თემა, მაგიტო იმუშავა, რომ მე მაგით ვამბობთ, რომ короче, კი, არ იყო საქართველოში მაგისტრო რო რამე რა, უკეთესი რაღაც შეიძლება და გაკეთებულიყო, მაგრამ როგორც გასართობი შოუ, ფაქტია, რომ ტიპმა ბოლოს კიდე ტვინი მოიტანა ცოტა, მაგრამ გააჩერეს თუ არ კიდე. ხო, ეგრე გამოვიდა რა. მაგრამ თავიდან პირველი 2-3 სეზონი, ანუ ძალიან ანუ ძალიან პროექტი იყო რა. იყო, ბაზარი არა. და აი ხო იყო რა. გემოვნება სხვა მოდი მაგაზინი ჩავშლით, მაგრამ როგორც კომერციული მოვლენა, ბაზარი არა. საქმე გამოვიდა. შენ თუ შეგიძლია როგორ მაგუყურებთ მაგას, ბიჭო, მე რო უყურებდი, მე თავიდან არ უყურებდი და რო დავიწყე ყურება, ეგრევე შევხედე როგორ იცი რომ ანუ აი რა საინტერესოა ის კი არა რომ ის რო ყვირის კი მეც მაგეზიანებს რომ ჭყავის ყვირის ვიღაცა მაგრამ რა საინტერესოა რომ აი როგორ ავიწყდებათ ხოლმე ტიპებს რომ კამერა არის შენ რო თქვი გახსოვს ეგ რატისთან რო ყავს ეგრევე რო დავიკეთეთ რომ კამერები გვიღებდნენ რაღაცა მაგარი მურწალი ფაქტორია დავიწყოთ საუბარი აი ეგეთი რაღაცები დაკვირვება საინტერესო წარმოიდგინე საშუალება გაქვს სადღაც ერთ სახში ტიპები შეიყვანეს ადამიანები და უთხრეს რომ შენი ვალია ხალხს შეუყვარდე და ბევრი რეიტინგი დადო და ყველას თავისი გზა რო აქვს თავისებური მეთოდი რო აქვს მიდგომა რო აქვს ყველაფერს მისაღება მე რომ აი თან რა მქონდა იცი რატისთან მივხვდი მაგას რომ არასწორად ვაფასებდი ანუ ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რომ გონებაში შეიძლება გათიშო წამით მაინც ფაქტორი რომ კამერა გიღებს ანუ ვერ ვიჯერებდი და ჩვენ ამ პატარა კუბში ჩავხსვა რატი ხო ხვდები აი კამერა სახეზე მედო მაგრამ დაახლოებით 15 წუთში დამავიწყდა. კი, აქა-იქ მოდიოდა ფლეშბეკებად რო არ ვეკითხათ რომ კამერა გიღებენ, კი, პასუხებდი, მაგრამ შენ ვიდეო რო ჩავრთე, რო ჩააგდო, ჩაჩირო და იდო, პირველი რას უყურებდი, იცი რომ ის ახლა მაპატიეთ რომ კი, კაი გამოვიდა თუ რაღაც, ეგ მეორე ხარისხოვანი. ვთქვი, რამე ხო არ გამძვრა? ლაპარაკში რა. გამძვრა დაურეკე და ყველაფერი ამოვაჭრე. მე ვთქვი, ანუ ხო მე არ მახსოვდა დაჟე რამე ხო არ თქვიან ცუდი შუტკან ძალიან შინაურულად ხო არ ვიბაზრეთ რაღაცა რაც არ მინდა რომ გაჟღერდეს. ანუ მე მაგას უყურებდი, მე ვთქვი, ბლად რამე ну არაფერი ისეთი რა. ან ჯიგარი ხარ თუ მე მონტაჟებ ვიშველე, იმიტომ რომ არ მახსოვს. ვაფშე არ მახსოვს. პროცესში ისე ჩავერთე, ისე გავერთე, რომ ეგ ფაქტორი დამავიწყდა. ესე იგი, თავმაც შემიძლია დავიჯერო, რომ Prime House-ის ტიპებს, ნებისმიერ რეალიტის ტიპებს ალბათ არის მომენტები 24 საათში უფრო დომინანტი, რომ არ გახსოვს, რომ კამერა არის რა. კაცო, იქ თან რო ტიპი რაღაც რო გეუნება, რომ იცი რომ მართალი ხარ, შეიძლება რა გონიათ ეს მართალი ხარ.
ანუ თან კამერა შეიძლება კიდევ უფრო ზედმეტად overactive საფუძველი იყოს კამერა, რომ დაუნ ხალხსაც დამტკიცო, რომ მართლა. ეგ არა, ეგ ფაქტორი აუცილებლად იქნება თან. და წარმოიდგინე, რომ ეგრე შეხედავ აი ადამიანის ფსიქოლოგიურ ტესტად და ექსპერიმენტად თუ შეხედავ, რავი, საინტერესოა. YouTube არ აიტანდა ეგეთ პროექტს როგორ ფიქრობ? ბიჭო, კი, მაგრამ როგორ რაღაცა იცი აი ცოტა რაც არ მომწონს YouTube-ში არის ცოტა აი სნობიზმი რა YouTube-ის მიმართ რა YouTube-ი რო ჟანრია ანუ ის კი არა YouTube პლატფორმა არის აი ზოგისთვის არის ეხავს რო გაკეთდეს ჩვენთან რატო ეხავს ჟანრი როგორ ანუ მე ვფიქრობ რომ არაფერი არ ეხავს ვაფშე რაც შეიძლება ადამიანისთვის საინტერესო ძალიან ძვირი მგონია ეგეთი პროექტის გაკეთება რა რაღაც ძვირი ჩდება რა შეეხარა მე ლიგის მერე ალბათ არ გონია მაგრამ სიტყვაზე ეგეთი პროექტის გაკეთება მგონია ძვირი მაგრამ აი YouTube-ის მაყურებელი რამდენად იკაიფებს, მაგრამ იკაიფებს იკაიფებს. შეუძლია მე მგონია რომ ვისაც Prime House-ი არ აქვს ნახე და აგინებს, რომ უყუროს იკაიფებს უეჭვენ. იმ ხუთიდან ერთ-ერთი კაიფით რა ჩამოწვა. მაგრამ ვინც ამესიჯებს განსაკუთრებულად, აი ეგ არის პრობლემა თორე რომ ვინც უყურებს. ამესიჯებს განსაკუთრებულად, ანუ ხმა ფულს იხდის რა. ეგ უკვე ცალკე პონტია. აი ეგ შეიძლება პრობლემა იყოს, აი ეგ შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ ის ვაფშე ანუ ძალიან წარმატებები რა მე ჩაილჩებოდნენ ორივეს პირველ ორ სეზონზე მაგრად რამის ხელიც მოვაწერა უკვე იყავი რომ სასტავთან ერთად არ შეხვიდა და ისეთ სასტავთან შენ რო არჩიო სასტავ ჩესნად გეტყვი რა მე რომ ცოდნოდა ანუ რაც ვნახე პროექტში მივხვდი რომ კიდე კაი არ შევედი იმიტომ კი არ ცუდია თუ რაღაც ანუ მე სხვა რაღაცა მეგონა ანუ სხვა რაღაცაში შევდიოდი სადაც გაბერთობოდი და ეგეთ პირობითობაში მე რომ მოხდარიყავი მე ძალიან ცუდ სახეს გამოვაჩინე და დაგრუზულს ცუდს და ცუდ რაღაცეებს ანუ ეგ არ არის პირობითობა სადაც მე ჰეპი ვარ და ბედნიერი ვარ ხვდები და მეგონა რომ შევდიოდი სუ სპორტული აქტივობები ხო იცი თვით გад კუნძულზე რო იყო ხოლმე ეგეთ პონჩი ხო კიდე კაი ჩემი შანსი არ იყო მეთქი გამომაგდები პირველს მე პროსტა ცუდი იარლიყი არის რა რო რამე მაგრამ ჩემი აი ჩათვალე რომ ჩემი მე ვინც ვარ ადამიანი ვინც ვარ აი შანსი არ ექნებოდა ანუ შეიძლება ხმებით მოვიგებდი ანუ ხმებზე არ მომხ მაგრამ აი შანსი ენერგიას აი შეუძლებელია რა ყვაჯობებით იყო ანუ მე ბიჭო გეუბნები ოთახში ჩავიკეტებოდი მე ეგეთი გარემო მგრუზო სამ კამერაში 6 ოთახში ერთად ვიქნებოდი კაცი რა ხო არა მე გეუბნები დეგრა დამგლიდი ოთახში შევიდოდი ვერნა კუბიკს შევედი და დავჯექი ისე მეზარებო ტრაკის აწევა ისე მეზარებოდა რატის და თელი ის ვიჯექი ანუ კუთხეში კაი ადგილი ვნახე და დავჯექი ანუ всё წკეპლას რომ იქნებდე პროსტა ძალით ესე ენა ძალით ვაიმე მე შერც სულ ხო ტრაკი დამეძრეს არა დაუბერდი თუ დამეზარე ყველაფერი მეზარე მაგდენ ენერგია არ მაქვს რაღაცეების რა მე ცეხა გერმანიაში ხო წავა ექ ცეტანტას არჩე ცეტანტა მე მასე მაგრად რა რატო ჩუმად რატო დესკი კი კაცო დავიდან მეთქმა ჩუმად რო ვიტყვი გამომიჭე ცეტანტა მესება ძალიან არა ეხლა რა მის მქონდა იცი რომ სხვა კომპანია ესა არა ცეტანტა რამეში გადის ბეთია რა მე არა დესკები არის UFC მაგანდეგრო არ იყოს და რო იცი რა ცეტანტა რატომ ანუ ისაც მევასება თვითონ შიგნით ხალხი ყველას ვიცნობ და ძალიან მაგარი როჟები არა ესა პიკ ხო ცათითაო და ცეტანტა ეს არ ვიცნობ მაგრამ თვითონ პონტი სუპერ მაგრამ ყველაზე გადავა ისა რომ მე ბევრი კომენტარი წერია ხოლმე რა ეხა ბოლო დროს აი UFC-ზეც იმაზეც La Liga აქვს მაგალითად Silks რა და La Liga ანუ La Liga არის ესპანეთის ლიგა ანუ Barcelona Real-საც თამაშობს ესპანეთის ლიგა აქვს Silks და Silks-ი არის ქართული კომენტირებით მაგრამ სეტანაზეც გადის მაგრამ გადის ქართული კომენტირება არ აქვს და короче რო მაინც სეტანა დგება ხოლმე მე და ჰაილაითებს უფასო ტვირთავს YouTube-ზე რომელიც ფული ღირს მაგ ჰაილაითების ქონა ზოგადად და დადება კიდე ფული ღირს და მაგას ისე ჯიგრულად აკეთებს რომ საზოგადოებას გვაძლევს ამას ძალიან 14 ლარად თვეში სადაც აი მეორე ქვეყანას ვერ იპოვი მაგ ფასად რომ მაგდენ რაღაცას ანუ UFC-ს ფეხბურთს, კალათბურთს, რა ძიუდოს ყველაფერს უყურებ 14 ლარად რა. აი ახალსაც არა. ესტრანია pay-per-view ხო ძალიან ძვირი. ძალიან $80. თან ერთი ჩხუბის არის. ერთ იმას რო კარდი რა, ერთი კარდი უნდა იყიდო. ძვირი ის კაროჩე რა. ხო და ვიქს კომენტარი TikTok-ზე ახლა მოგონდა რომ როგორ მინანი რომ ეს კარდი ვიყიდე და რაღაცებს წერენ ხოლმე რა. ანუ შეიძლება იყიდო კარდი, უცებ გადაიხადო $80 რაღაცა ერთში, რომ და ტიპები არ იჭხმონ ერთმანეთთან.
აი ესე იდგნენ და აი ესე აკეთო. და ადესანია რომეროს ჭუბი. შეგონება დროებით დაუვარდა კომანდას, ხო? ბარსელონა სევილიასის დაიდო რა, გუშინ იყო თამაში და დაიდო და პროსტა კომენტარებში ჩავყევი და ის მინდოდა რომ არიო გააკეთეთ ეს ქართული კომენტირება ორისთვის ვიხდიო ფულს 14 ლარს ერთის თვეში ყველა სპორტში საერთოდ არა ხო არ გადაო რისთვის ვიხდი და ქვემოთ დაუწერეს რომ კოროჩო სილქსა აქვს ვიღაცამ დაუწერა სილქსა აქვს ეს რაც მე მოგიყევი ხა სილქსა აქვს ეგაო და მაგეთო არა ეო იყიდე რა ფულის მეტი რა აქვს თუ აი რა ჩემი ყლე იცის მობა ამდენი ფულის მეტი შენ რა იცი იმის თუ არ იცი შეჩემა რომ 14 ლარი ძალიან იაფია და გძვირი გგონია აი ეგეთ ტყემალზე თუ ზიხარ. აი როგორი ტყემალი მან რო 3 ლარის იყოს, მაი ტიპი გამოჩდება ყოველთვის 3 ლარზე სიტყვის რო ან ყველას უნდა უკაცოთ. ხო და ღირსია რომ მე მაგის თქმა მინდოდა რომ ღირსები არიან, კაროჩე, ერთი თვე ზუსტად იგივე თანხაზე დავუსვა, რა იგივე თანხაზე გადაიტანა და არაფრის ფული რო აღარ ექნება საერთოდ. ანუ აი თვიური კვებაც, აი რაც განაწილებული ქონდა პამპერსის, აი არაფრის ყველაფრის ფული რო დაეხარჯა მაგაში და მიათედ ივენტს რო უყურებს რაც აი მე მიხვდება რომ შენ ხო ბიჭო უფასოს ვარ ყველაფერს მიჩვენე რა ყველაფერი დაკრეკილ გატეხილი ვაფშე ყველაფერი უფასოს ხარ ბიჭო მაგარი ისინი ვართ რა ხა მაგალითად Windows-ი რო ჩვენთან ის არა ამერიკაში ჩვენ ხო Windows-ები ყველა კომპიუტერ რომელიც ვისი კომპიუტერს უნდა ჩართო Activate Windows-ი აქვს მარტივ რა საქართველოში ფილმის ნაყიდი გააქვს ხო ან ხო და ჩვენ ვართ იქ ხა წარმოიდგინე ფილმებზეც ეგრე იყო რა კინოებზეც ეგრე იყო რომ იცოდნენ რომ პირატული ქვეყანა ვართ რა მაგრამ აწყობთ ურჩევნიათ რომ ჩვენ მომხმარებლები ვიყოთ უფასოდ ვიდრე არ გქონდეს წვდომა მაგაზე რა ანუ იმდენად ცოტა ერი ვართ რომ ჩვენი გაყიდვები ან კომერციულად მომგებიანი პროექტია რა ჩვენთვის პრომოუშენად უღირთ რომ უფასოდ გქონდეს მაგრამ პოპკულტურის აგიტაციისათვის აბსოლუტურად იდეოლოგიის გასატარებლად ძალიან კაია. შენ რომ ამერიკაში არა ლიცენზირებული Windows-ით სადმე შეხვიდე, მოვლენ კომპიუტერს შეგიფუთა და წაიღებ. ანუ ეგეთი რაღაცაა და აქ აი არ ვიცი, ადამიანს არ ვიცნობ, ვისაც ოფიციალური Windows-ია. მე მგონი კორპორაციებსაც კი ქართულ კორპორაციებს. არა, შეიძლება ბანკებში, შეიძლება ბანკებში, დიდ ბანკებში წაკრეკილი ეს. შეიძლება კი რა, ზუგუეჭველი ეგრეა რა, ძვირი ღირს ძალიან Windows-ის ისა. სადარ მაგნეფულ ყველაფერი ლიცენზირებული რო გქონდეს მამე ხო და ძალიან ისედაც კარგა ისედაც კარგა დავარდა ძალიან ბევრს ნუ ხო არა რაღაცები აი ცოტი გეუნები რაღაცები მართლა ის არის რა აი 14 ლარი მე რადგან სპორტს აი სეტანტა ჩემთვის ასოცირდება UFC-სთან ხვდები და მაინც 14 ლარი ის რო კარდი ცუდ ხარისხში ონლაინში სადღაც მოუძებნო კუბიკი რო არ ჩანს ხო ამას რო უღებენ ხოლმე რომ პონტი არ დაიწოს რომ სამ ჩაიჭრა რომ 140 საიტზე რო გადაყო ხო ანუ ის 14 ლარი მიიღებს ხოლმე რომ ის კარდი ვნახო რა მინიმუმ იმიტომ რომ გასაგებია ვის შესაძლებლობა აქვს ერთმა ბევრი მოგცეთ მაგრამ ის რომ ყველა სპორტი შეგიძლია მთელი თვე ესე კარგ ხარისხში უყურო დერსკი ფასი კარგ სეტანტა ვარეკლამე ხო დამირეკეთ ბიჭო რა ვიცი ანუ სეტანტა რატომ აი თამამად ვაკეთებ მაგას რა მე რა კომპანია და მე რა ოფიციალურად ხელშეკრულება მაგათთან არ მაქვს უბრალოდ სეტანტა რატო ვახსენე ვაფშე ხა გამახსენდა არ მაქვს ესეთი თანამშრომლობა პროსტა იმენას საქვეყნო საქმეს აკეთებენ რა და თამამად ვაკეთებ მაგას ვისაც ეკუთვნის ხებადიდება არაფერი არ გადაეხადა ადრე იყო რაღაცა რომ მაგალითად მარშრუტკით წავედით საქართველოსთან ეგეთი პატარა დოკუმენტური სერიალივით გააკეთა სეტანტამ მე რაბანა ფოფხა კომენტატორი სენადას და რამდენიმე ადამიანი მარშრუტკაში ჩავსხეთ თბილისიდან წავედით გერმანიაში და ისა ვლოგებია როგორ მივდივართ გზაში ასე შემდეგ ისე ამდენ ხანს ჩახვედით მარშრუტკით 5 დღეში ო ეგეთ მოტოთიც ეგრეა არა მოტოთი ცოტა მეტი მოტოთი ცოტა მეტი დამჭირდა და მაგას ხო და კამერაზე მაგას ვამბობ და კამერა აუ საიდანაც წავედ იქ იყო მე რატო გზამეზის აქედან გორშო ჩამიყვანო ცუდად ვარ რა მე მანქანით მაგრამ ეს მანქანა გადასვლა მინდება მაგრამ კამერა რო ჩართული იყო აი ხო სამუშაო პროცესი იყო სამუშაო პროცესი იყო ვაფშე არ მიგწ ანუ საერთოდ გზა არ მიგწმია წარმოიდგინე გეუნები გორში სულად ხვდებით ხო არა მანქანით ეს მაგრამ იზღია მოტოთი კი ბატონო მანქანით მაგატავე ფოგონს რა ძალიან მაგარი იყო რა კაი კომპანიებზე იყო საუბარი მე ჩემი მეგობრები ვის რა გვინდა გავაჟღეროთ პონტი ხო ხდები მე ჩემი შამანები ისა რომ არანაირი ის არ ქონია შეთანხმება პრომოუშენული ესენიც კაი რაღაცას აკეთებენ მინდა ესენ დიდ საქმეს აკეთებენ ძალიან მართლა ანუ ქართველი ადამიანის ტვინში რომ ჩაბეჭდო რომ ეს
და ჩხერავობა ერთ-ერთი არ არის წართულია რა. აი მაგაზე მიდის მთელი ამათი ენერგია ეხლა რომ მიახვედრო რომ ჯერ სხვადასხვა ეს არის პირი სამკურნალო კარიერა. მე უნდა ჩამოხვიდე მოწევამდე, მოწევიდან უნდა ჩამოხვიდე დალებამდე და უნდა ჩამოსდე ყველაფერს და მე უნდა გადახვიდე რომ იგივეა რაც მაგალითად ვაშლი და პორტოხალი რომ მიირთვა და სასარგებლო როა. მაგის ცნობიერების ამაღლებას ვემსახურებით, кайხანია, მეც ჩემს ვცდილობ, ვინც არის ეს არის შამანი პრო, მიკროდოზინგი სუპერფუდი, სოკოების ბაზაზე აგებული, არის წვეთები, არის აბები. სოკოები რომელიც არ არის ნარკოტიკული, არ არის ცელოციბინი, ხო, არა, სხვადასხვა სოკო, როგორც ნიყუშჯამთ იმაზე, რა ქვია, და კალმახასოკოს იმაზე. ნიკოსაკო და კალმახასოკოსაც ექნება რაღაცა. რაღაცა ექნება, ხო, ეს არის სოკოების დანამატი საკვები, არის წვეთები, არის ფხვნილები, არის აბები, ნუ მეწვეთები მევასება, რომელიც მენტალური ჯანმრთელობიდან დაწყებული ფიზიკური ჯანმრთელობის მილიონ ასპექტზე დადებითად მოქმედებს, აგვარებს ძილს, აგვარებს კუჭის მოქმედებას, მამაკაცის ცხოვრებას, ანუ სექსუალურ ცხოვრებას, ბევრ რაღაცაზე არის. ფილტრსაც კი, მოკლედ, მილიონი რაღაცა ვის რა გვევასება. მე მაგალითად ეხა ალფაზე ვზივარ და ამანიტაზე, მაგრამ აი უკვე შეცდომა, ხედა ალფაზე ვზივარ და ზიხარ და იჯეგი შენარკომან. სიტყვა ზიხარ. მომხმარებელი სიტყვა არის. მოტრფიალე წავა? არა. ვიცნობ კურნალობ. კურნალობ? ალფათი მკურნალობ. კაი, ალფათი მკურნალობ და ძალიან კარგი პროცესია ალფათი მკურნალობა და ამანიტათი. თუ აღწერაში არის ლინკი. ამანიტა ბევრი არ მოგივიდეთ. ამანიტა ერთადერთი სოკო, რომელიც ბევრი არ მოგივიდეთ და იწამლები უბრალოდ, ანუ პროსტა იწამლები და მუხამორ, თუ გსმენიათ, სადამყვანა ქვია ქართულად. მოკლედ, მთელი რიგი ინფორმაცია ამ საოცარი სოკოების, მართლა საოცარი, სადამყვანა ქვია ქართულად. ვიცი ხო სადამყვანა. პიზდეცი სახელია, იმენა იდეალური და უთხარი რომ ეხა ეს სადამყვანა. არა, მაკეთ არ წავიდეთ. ლენცოფა და სადამყვანა მაკეთ არ წავიდეთ. სასში სხვანაირად არ აყავხარ. მოკლედ, აღწერაში არის ლინკი, შეგიძლიათ გაეცნოთ, მილიონი კვლევა, მილიონი რისერჩს ძალიან დიდ ენერგიას და რესურსს ხარჯავენ ეს ადამიანები იმისაც რომ ცნობიერება ამაღლონ. ყველა სიგელი ტესტი გავლილ ჩაბარებულია მის ნატურალურობაზე, სისუფთავეზე და უსაფრთხოებაზე და მილიონობით ფიდბექს წააწყდებით ქართველების და არა მარტო ქართველების, რომლებიც არიან მომხმარებელი და ცხოვრება შეეცვალათ. მართლა გეუბნებით. შენც ხარ ერთ-ერთი, ვისაც ვიცნობ და რამე პრობლემა ქონია, აუცილებლად ველაპარაკები, მაგი თუ კურნავ ცოტა და მე ურჩევ უკვე სოკოებს რა. მე გეუბნები, ვისთანაც კი გავიარე ეს პონტი, ვინც აზი არის ხო, ვიცოდი რომ ჭირდებოდა და მიიღო ხელებს მიკოცნიან, კაი გაგებით ყველა. ხო და ხვდები ახლა როგორი მნიშვნელოვანი შეიძლება იმ მომენტში რთულია, მაგრამ უნდა აი რომ გადაარდებს, რომ იცი რომ აი ეს იმას ჭირდება. და ის არ იცნობს ამას, იმიტომ რომ ამის ენა თვითონ სიტყვა შამანი იმისთვის იქ იმდენად სულ რაღაცას ასოცირდება, რომ შეუძლებელია და შეიძლება მაგისტვის შეიძლება გითხრა რომ გადი, შეიძლება ნერვებიც მოგიშალონ, აი არაკომპეტენტური, ანუ გაწნებული სახით რომ იდიოტობას ამბობენ შეიძლება. ეგეთებიც გამივლია კაც, მაგრამ ჩიტი ზონა დღის, ყველა ის დადებითი ეფექტი რა ჩემ ახლობლებმა და ნაცნობებმა გაიცადეს, ეგ ყველაფრად მიღირდა. თან ახლა ახალი ის აქვს დაწყებული რესტარტი ქვია, 4 ფლაკონისგან შედგება, კაკრას აი წელი ახალი დაწყებული რესტარტის გაკეთება თუ გინდა იქ შედის დეტოქსი ბლენდი, შედის ალფა ბლენდი, შედის ამანიტა და რეიში. ეს 4 არის იდეალური კომბინაცია, ვისაც რო აი ფიზიკურად და მენტალურად რესტარტ პლუს რესტარტში მარტო ალფა და ამანიტა ეს ხო ახალი არის და მოკლედ მართლა ძალიან კაი 4-ეული არის რა. დანარჩენი მე მაინც გირჩევთ რომ კონსულტაცია გაიაროთ, ამ ადამიანებს მიწერთ და პირადად გეუბნებიან, შეიძლება გითხრან საერთოდ არ გჭირდება და ნახვამდის, ან გეტყვიან კონკრეტულად რა გჭირდება, იმის მერე რომ გაუზიარებთ თქვენ სატკივარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით აღწერაში ლინკი ბუდობს. გადავიდეთ ტრადიციულ რჩევადარიგებებზე, დესერტზე, შენ ხარ ჩემი ბატონი. ჩემთან არის ესეთი ამბავი. სამი შენ, სამი მე. გნებავს ფილმი. სერიალი რა. გნებავს სერიალი, გნებავს წიგნი. კაროჩი, რაც გაგისწორდება, რაზეც დროს რო დახარჯავენ, გაუსწორდებათ. რიგრიგობით. მე დავიწყებ ახლა სერიალით. აიც მე ჩემის პოსტერების ის ამაკ აქ. გამზადებული. ზაიგა. всё, მე მაქვს სერიალი, რომელიც ყველაზე მეტად ჩემზე ბოლო შეიძლება რომ ეს ფილმი უნდა იყოს, შეიძლება შეურიო სანახავი რა, შეიძლება ესე ვთქვა. ზოგი ერთი სერიალი, მაგრამ ეხა ფილმი გამახსენდა, ისეთებს ვიტყვი ხარ, ვიტყვი რომ ავატარს არ ვიტყვი რა, რა აზრია ყველა. არა, თუ ეგრე ძალიან გევასება თქვი, კაცო. არა, ეს რჩევა არის, ეს ხო არის. თუ ჩემი დამოკიდებულების გამოხატვა. შეხო, იმიტომ ურჩევ რომ მინიმუმ შენ მიიღე ესთეტიური სიამოვნება, ან შემეცნება. დავიწყებ სერიალი, პირველ რაღაც ვიტყვი, ესეც სერიალია. აქვია. 4 დღის შემდეგ.
კარგად გახსოვს? Severance ქვია. როგორ? Severance. Severance. აი ხლა ხან სიყორჩევებში მელისში მაგ ჩაგდებული ბევრმა აქო. Apple-ის სერიალი არის ტიპები რომელიც ძინავთ და მუშაობენ და ასე შემდეგ. ხო, რატო ურჩევ ამას რა პირველ სეზონს რა ვუყურე ძალიან მომეწონა. ანუ პირველი 10 წუთია რთული ოდნავ, იმიტომ რომ ხო იცი აი მაინც რეჟისორს აქ რაღაცა 7 წუთი ხო აქ ესე ოფიციალურად რო შეუულია რომ რაც უნდა აკეთოს კაროჩე რა ჭუჭუ წელოს ბავშვის ფოტოები განახო საკუთარი ხო აი ეგ მიდის მაგრამ როგორც კი მაგას გაცდები ან მაგას როგორც გადალახავ აი ეგრევე ძალიან მაგარ სამყაროში იჭდები რა ძალიან მაგრამ მომეწონა ძალიან მაგ აი სერიალს რაც უნდა გქონდეს ახლა სერიალს მე ეგრე უყურებ რა სერიალი უნდა იყოს მე რომ დავჯდები და დავიწყებ ყურებას პროცესში ძალიან დიდი სიამოვნება უნდა მომანიჭოს არ უნდა დაუმუღამო წინასწარ რა ხდება და ყოველთვის რაც იშვიათი გახდა სამწუხაროდ ამ ბოლოს იმიტომ რომ იმდენად რთულია ახლა ახალი რაღაცის მოფიქრება ყველა ვარიანტი ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს რაღაც პონჩი სადღაც ათვლილი გვაქვს და რთულია ბაზარი მოახერხა მაგ ვინც არის ისაა რეჟისორი მგონი Ben Stiller-ია მგონი რეჟისორი. არ მაგ Ben Stiller-ი? მგონი, აი როგორც აი თუ Adam Sandler-ი ხო რეჟისორი? არა, Ben Stiller. Ben Stiller-ის არის იმას რომ Zoolander. ხო, Zoolander. მგონი ეგ არის როგორც მაგ. შეიძლება დამესიზმრა. მაგრამ შეგრძნების დონეზე მახსოვს რომ Ben Stiller-ია რეჟისორი. ხო და მე ეგ ხო უყურე, ხო ძალიან მომეწონა და სანამ გამოვიდოდა მეორე სეზონი, კრიტიკოსებმა ხო ანახებენ ეს ხო შეხედავს ვიღაცა თქვენს რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო სეზონი არის, რაც გადაღებულაო საერთოდ. რა, ანუ იმ მე რომ პირველზე ვფიქრობ მაგას თქვათ რა. პირველზე ეგრე არ ფიქრობენ, პირველი მაგარი ამობენ და მეორეზე რაც შეიძლება ნანახი არ მაქვს მაგაზე ამბობენ, რომ იმაზე მაგარია ბევრად. ანუ ამიტომ თამამად შემიძლია უჩვენო და ეხლა გამოვიდა მეორე სეზონი რა. კაროჩი მე მაგ ლისტში ჩაგდებული, ჯერ სხვა რაღაცებს უყურებ მაგის დროც მოვა, მაგრამ ბევრმა ანუ იგივე თქვა რა, იგივე განწყობით მითხრა ბევრმა. ასე რომ ოკეი, შენი პირველი რჩევა იყო Severance, ხო ესე ქვია? Severance. კაი, ჩემი იყო სერიალები არ მაქვს, ფილმები ვნახე. მე ფილმს ვიტყვი შემდეგს. რომელი გირჩიოთ ხა Friends with Benefits იქ ხო ერთი უეჭველე. ხა ეგეთ უცნაური ფილმები. და მე ვასწავლე Friends with Benefits აღადაობა ფილმი. მართლა ზართვის. Так, ვნახე ეს true story-ები ძალიან მიყვარს. ეს ხო არ გინახავს? ფილმს ქვია Against the Ice. ეს არის ისტორია 1900-იანებია, მე-20 საუკუნის დასაწყისია, წასულია ექსპედიცია გრენლანდიაში, იმისათვის რომ დაამტკიცოს, რომ ანუ არაფერს არ უერთდება რა. თუმცა ხო, ანუ ამბავი ისაა, რომ ჩასულებია მარხილებით და რაღაცეებით, გარშემო ცივილიზაციის ნასახი არ არის. და გემი იჭედება ყინულებში. ეს არის ნამდვილი ამბავი და კაპიტანი გადაწყვეტს ფეხით გააკეთოს დანარჩენი ექსპედიცია და გაყვება ტიპი, რომელიც ყველანი ყავს ეს რაღაცა თავის გუნდელები, გამოცდილი ექსპედიციის ტიპები. ეს არის პროსტო პოვარი თუ ვიღაც, შემთხვევით გაჩითული. და ახალგაზრდა ბიჭი ეთქვის, რომ მე წამოყვები ოღონდ. მასშტაბი არის ხალხ კიდევ ერთხელ გეუბნებით. 600 მილი არის დაახლოებით 1000 კილომეტრი. 1000 კილომეტრი მარხილებით აქამდე თოვლში და თეთრ დათვებში წარმოიდგინე. ანუ სულ ანდომებენ 600 დღეს. ისეთი მაგარი ისტორია, რომ მიდიან, რომ ბრუნდებიან, იქ რა ხდება და ეს ყველაფერი true story არის. ხო არ არის. არა, სპოილერი არ გამომევა, ბრუნდებ მერე იწყება, რომ კაი ბრუნდებიან, მაგრამ რომ ბრუნდებიან მერე რა დახვდებათ. ანუ იქ არის ასპექტი, რომ ადამიანის გონებას რა ემართება, როდესაც მარტოობაში და უიმედობაში ტირე ატარებს დაახლოებით 800-900 დღეს და არის ეს ყველაფერი მარადიულია და ესე მოკვდება თუ რამე შეიცვლება უკვე იწყებს გონება ილუზიაში გაცხოვრებს მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცეები ხდება ორ ტიპზე არის და მე მაგრად ვისიამოვნე თქვენს დარწმუნებული ვარ ესეთ ფილმები თუ გევასებათ კარგი საღამო გელოდებათ ასე რომ ჩემი პირველი იყოს Against the Ice ძალიან მეორე მაგრამ მომწონს ეგ ჟანრი რა თითქოს survival ჟანრი რაც აი ეს არის თან როგორი survival იცი ბიჭო რეები ხდება ვაიმე და აი Armageddon-ზე რო ფილმები ეგეც მივასება აი მაგალითად The Day After Tomorrow ხო ეგ ჟანრი ყველაზე მაგარი როგორი შეგეთ აი ერთადერთი აი იმენა შეუძლია რომ ჩავრთოს რა აი 2011 წელს სადღაც ვამჩნევ ხოლმე რომ მინდა რომ ცოტა ხნით დადგეს ეგ თომა ჩემიანებს არაფერი არ ჭირდება ხო ძალიან მაგარი ადრენალინი ზომბი აპოკალიფსი მაგრამ ყველა შენიანი კარგად არის დაბნავებული ბანძი ზომბები ხო აი ლეგენდას ზომბები არა ხო ხდები Walking Dead-ი ზომბები რა ეგეთი ხო კრისტიანო რონალდო ვარ ზომბის არ მინდა მაგათი დედო დებილი ზომბები ნელი ზომბები რა მეორე სიტყვა ფილმს ეს არის ფილმი რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრს არ აქვს ნანახი
პიესაზე არის, ანუ პიესის მიხედვით არის გადაღებული, არის ერთ ოთახში გადაღებული და ქვია The Perfect Strangers, იდეალური უცნობები. ჩემთან თეატრში არის სპექტაკლი თამაში ქვია გაკეთებული მაგ პიესის მიხედვით. საოცარი ფილმი, ესპანურია, ხო? იტალიური. იტალიური, ბოდიში. და გენიალური ფილმი. არის, აი რა ვიცი, აი პიესაა საოცარი. ხო, მაგარი არის, კაროჩა, ძალიან მაგარი არის და იმდან ერთ წარმოგიდგენთ ერთ სახლში არის გადაღებული, ანუ ერთ სივრცეში არის თავიდან მომდე, ანუ გადაღებული სპოილერი არ არის და საერთოდ არ გაძლევს, ანუ არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ ითხოვს მაგალითად გამოდიან რაღაცა გახსენებით ან რაღაც რომ გამოდიან, გინდა რომ შებრუნდნენ იქ ისევ იმ სუფრაზე დასწრეს, ძალიან მაგარი ამბავია, მართლა ეს არის უმაგრესი ფილმი. და სპექტაკლსაც გირჩევთ, როდესაც აღდგება ჩვენ თეატრში ისე ყველაფერი, ეს არის სპექტაკლი თამაში, მაგ პიესის მიხედვით, ძალიან კარგი არტისტები დაკომპლექტებული, ძალიან მაგარი პიესაა ერთის თქმით, ამის თქმა მინდოდა. Okay, Perfect Strangers, ხო ესე ქვია. კაი, რადგან ეგეთი ფილმი თქვი, არ ჩავხედავ, მეც გეტყვი ფილმს, რომელიც ერთ ოთახშია გადაღებული. მაგ ფილმის 10%-იც არ დაუჯდათ ბიუჯეტი. ტარანტინოს. არა, ინგლოის გეგონა Hateful Eight. დაახლოებით ეგ ვაიბია პონტი რა 20 თეთრად გადაღებული ფილმია ძველი 13 არა ცნობილი მსახიობებით შეიძლება ვერავინ ვერ იცნო და იმის მერე არც გინახავს არც მანამდე ფილმი არის რომელმაც ჩემზე როგორი ფუნდამენტალური ცვლილებები მოახდინა ეს ეგ ფილმი რომ მანახა ჩემმა ძმამ მანახა ლევანიმ რა მე მქონდა რამდენიმე თვე ალბათ 20 ჯერ ვნახე, იმიტომ რომ მომენტები, რომელიც ძალიან სხვანაირ რაღაცეებზე გირტყავს და გაფიქრებს. ფილმს ქვია The Man from the Earth, ადამიანი დედამიწიდან. ეს არის ფილმი, სინოფსისი რო გითხრათ, როდესაც ერთი უნივერსიტეტის პროფესორი სხვა შტატში გადადის საცხოვრებლად და მასთან სახლში მიდიან კოლეგები. ყველა არის უმაღლესი დოქტორები, პროფესორები, სხვადასხვა მეცნიერო მიმართულებებით, გამოსამშვიდობებლად. ბუხართან ვისკის წრუპავენ და ეს ტიპი იძახის რომ მე ხავ რო გითხრათო რომ ვარ 15000 წლის წინო დაბადებული ადამიანიო რა და ნუ ჰაჰაჰა და ეს ამას სერიოზულად იძახის რა რომ უკვდავი ვარო და ეს პროფესორები დაინტერესდებიან როგორც თამაშით და ეუნებიან ოკეი ჩვენ როგორც პროფესორები მოგიდგებით და გაგცხრილავთ კითხვებით იქ იწყება ამბავი. იქ არის დიალოგი Man from the Earth. ეს არის ალბათ top 10 ფილმი, რომ მითხრან ერთ-ერთი ჩემი ყველა საყვარელი ფილმი რა. და იმდენად კარგი სიუჟეტია. გეჩერები მოხდება, როგორ თავდება. აუცილებლად ნახე და მე გამიზიარე ემოციები. Man from the Earth. 100% Rotten Tomatoes. 100% აქვს Rotten Tomatoes-ი, ხო, გაუჭირდებოდა. ასე რომ თუ გინდათ ისეთი რელიგიაზეც არის ადამიანობაზეცა საწყისზე მოკლედ ყველაფერზეა ფუნდამენტალურზე და ეგზისტენციალურზე ასე რომ Man from the Earth ჩემი მეორე იყოს ეგ დავაი და მესამე ჩემ მესამეს ვიტყვი რომელიც მგონია რომ ძალიან ცნაურია მე ხო ერთი ხო სერიალი ვთქვი მეორე ფილმი ვთქვი და ეხლა ვიტყვი ფილმს რომელიც რამე სერიალიც არის მაგრამ ფილმად არის გამოსული რა Okay Wild Tales ესე ქვია Points რატომაც რომ Wild Tales ხუთი ნოველა არის არგენტინული ეგეც ეხლა დამიტოვეს ერთ სამი პოდკასტის წინ ეგეც სიაში მაქვს ჩაგდებული ხო აი თუ არ გაქვს ეგ ნანახი არა სიაში მიგდია აუცილებლად უყურე ანუ აი რო ავიღოთ აი თქვათ აი დაახლოებით შეგრძნებას გეტყვი რა Black Mirror-მა რა შეგრძნება შეიძლება მოგიტანოს მე ვასება მაგალითად აი ხო Black Mirror-ს ხო ის აქვეყნოთ რომ აი სხვა რაღაცა განვით რაღაცა აქედან რაღაცა დროის მერე რა შეიძლება მოხდეს აი რაღაცა ახლო მომავლის ამბავი რა თურმეში არის ან რომ ესე რომ მომხდა აი მანდარი ეს არის უფრო როგორ იცი რომ აქ არის მაგრამ ისეთი მოვლენებია ისეთი ამბებია რომელიც საინტერესოა ძალიან აი ხო მოგისმენია საინტერესო ამბავი რომ კაროჩე იმ დღეს მივიდიოდი ვეძებდი ნამდვილი ამბავია აი ეს თქვათ რომ რაღაცას ვიღაცის ნომერს ეძებს ტიპი და აი ესა ფურცელი მოფრინავს და დავარდება და ანუ ტიპის სტატია რო წერია რომ ყიდის სახლს და სახე რო არის ვისაც ეძებს და ქვემოთ ნომერი რო არის რომ ყიდიო ანუ აი ეგრო რეალური იყოს აი ეგეთი დამთხევა და ეგეთი ბმარო რეალური იყოს აი ეგეთ ამბები არის მოყოლილი რა ანუ ზღაპრებია დიდების ზღაპრებია ანუ დიდი ადამიანების ზღაპრებია მაგრამ სანახავია მაგარი სანახავი იცით თან რომ ერთმანეთთან საერთოდ კავშირი არ აქვს არანაირი რა არაფერი ეს ფილმი მიდის ერთ თავდება მეორე წება ეს მეორე თავდება მესამე წება და ხუთი სალი არის ოღონდ
რა მაგარია, იცი რომ აი აუცილებლად ლისტში არის, ეგ აუცილებლად სანახავი იქნება. Okay, Wild Tales, ხო, ესე ქვია. პოდკასტში კი არ მიჩიეს. ბრატისთან რო ვიღებდით, ვიღაცა მოვიდა და მითხრა აღარ მახსოვს, რომ ნახეო ძალიან გაგისწორდებაო და ლისტში ჩავამატე. მოკლედ, აუცილებლად ნახავ Wild Tales, მესამე ბასტოსი და ჩემი რა დავტოვო მესამე. კაი, მოიცა, ანიმე ხო არ დავტოვო. ანიმე ეხა რასაც უყურებ ყველაფერი გაგრძელებები არის, შესაბამისად ახლები ახალი რა აღმოაჩ. მოდი ანიმე იყოს რა. ის აქ არ გაქვს, მაგრამ ის რომ დავამატოთ honorable mentions რა, ხო იცი, სამეული გაქვს და honorable mention-ი არის, რომელიც სამეულში არ შედის, მაგრამ იმსახურებდა რო რამე. ხო, გააკეთე. ეგეც ვიტყვი. თუ გინდა 9 ჩემ პოდკასტში ისეთებს ვამბობ, რომ მინდა რომ ადამიანებს ნანახი კონდეთ რა, პროსტა რა. მე რაც რომ მეტ ადამიანს ექნება ნანახი. მეოთხე, მაშინ დავამატე. რომ მე რამე დღეს რო დავწერე, ვის რა ვარგეო რა ვიფიქრებ, ვიტყვი რომ აი ეს ვარგები. კაი, მეოთხე, ერთ შენ დავამატე, ერთს მე დავამატე. კაი, ჩემ მესამე იყოს. ეს ანიმე ვნახე, ongoing-ია, სხვათა შორის, სემიჩკა, მაგრამ ისე გამისწორდა, ისე ჩამიყოლია. ვისაც solo leveling-ის vibe გევასება და ნუ საოცარი ანიმეა. კი არის, ეხლა მეორე სეზონს უყურებ, მაგრამ ეგ არ არის. ვისაც Sword Art Online-ი გევასებათ, აი თქვენთვის არის Shangri-La Frontier, ესე ქვია. ვიცი, ეგეც გქონი. აი ეს არის რა. ტიპები თამაში შედიან და ლეველდებიან რა, მაგრამ ისე გამისწორდა. ისეთი საკაიფო შონენი არის რაღაცა ჩხუბებით, ამბებით. ძალიან ვისიამონა, ასე რომ ვისაც Sword Art Online-ი და solo leveling-ი გევასებათ, მაგ სტილისტიკის იყოს მესამე Shangri-La და დავაი მეოთხეები. უყარს სენსას ისა ანიმე არა. აუ ეგ პრობლემა აქვს მეც კაროჩე რა. ჩვენ საერთოდ სულ ერთად უყურებთ რაღაცას და ცდილობ ხომ მამაკაცი ვარ მაინც და მის გემოვნებას, ანუ რაღაცებს ვაყურებდნენ ძალიან, მაგრამ Arcane-ს ვაყურებდნენ ძალიან. Arcane-ი მაგრად ევასება. Arcane-ი ერთად უყურებ მაგრამ აი ვერ ვაყურე, Naruto-ს ვერ ვაყურებ. აი ეგ ამაკ, ბიჭო, ძალიან კაი გემოვნება აქვს მარიკას, ანუ ძალიან საკაიფო რაღაცებს უყურებს, მაგრამ ანიმეს, აი ხო ხდე რო უნებ, რამდენი სერიაო. ნანუკა, მაგრამ მგონი კალთი ვიცი სახელს მაგის პრობლემაა, ხო? არ უყვარს ანიმე. რა მომიკითხა, რამდენი სერიაო და 840 თქო რო უთხარი, იმის მე აღარ მინახავს. მაგრამ სამაგიეროდ ვაყურებინებ One Piece Netflix-ზე გააკეთეს One Piece-ის სერიალი. ნახე, ასნა. იდეა ეგრე კარგად ანიმეს ეკრანიზაცია, ანუ იმენა გამისწორდა ბაზ Netflix-მა პირველად არ ჩააკუკა Death Note-ის სირცხვილის მერე, რაც იქადრა ეს უკადრებელი. აი Naruto-ს თუ შეეხებით კარგად დაფიქსდით, იმიტომ რომ ძალიან სიწმინდეა. ძალიან მეც ვიკაიფე. ძალიან საკაიფოა. One Piece უყურებს, ემთო Luffy, მაგრამ ევას Luffy და Mr. Fantastic-ი ორივე მაგრამ Luffy-მა ჩემი Sanji მაინც ყველაზე კვერცხებიანი კაცია, მაგრამ უყარ Sanji მაგრამ ესევე თუ Inspector Calls, ესე ქვია რა. Inspector Calls, რა გამახსენე? აი ძალიან უცნაური ის არ მინდა მოყვე, მგონი ყველაფერი შეიძლება სპოილერი იყოს რა. მაშინ არა, ჟანრი მითხარი. რაღაცა დეტექტივი, როგორც არის ძველებული აი Sherlock Holmes და Agatha Christie-ის ნაწარმო, ანუ აი მაგაც სამყარო, ხო, აი ინგლისური ვაიბი აქვს რა, ჩაის ვაიბი აქვს. მიყვარს ეგეთი ვაიბი. თან ოდნავ მისტიკაა რა. Edgar Allan Poe ვაიბი ცოტა, ხო? აი ძალიან თან კაი ის არის. რაღაცა მეცნობა ბიჭო. შეიძლება ნანახის კონდეს. აი თამაშობს ბიჭო, ეგეთ განახეთ ხა იმას ტიპს, ვინც და ეგრე გაგახსენდა. იმდენია მაქვს უკვე ნანახი რო ცოტა მე ეს მაქვს. ხო პერიდოზი მაქვს ხო, სახელები ხო აღარ მახსოვს. სანამ სიუჟეტს არ გამახსენებენ, მაგრად მიჭირს რა. აი ეს ტიპი თამაშობს რა, აი ეს რა, BBC-სია რა. ეს დერსკი ტიპი არის რაღაც. და BBC ვაფშე, მაგრამ BBC-ი Sherlock-ი არის, რო იცოდეთ ისე ჩემი საყვარელი, აი სერია. Netflix არა აქვს Sherlock-ი? BBC-სია Sherlock-ი. მაიცა ის კაცო ის რო თამაშობს BBC-ა? უიდე და მე მაპატიეთ რატომ ახსოვს Netflix-ი არა ოკეი Inspector Calls ხო? ბასტოს მეოთხე და კაი ჩემი მეოთხე 9-ზე ნაკლებია გავაგზავნეთ 20 ჩამოვთ так შენ გონი არა მაგ დოხვია მაგ მე იმენა დოხვია ჩემ პრობლემა რაც არის ხო პოდკასტში მისვლა მოსვლაზე არის რომ მისვლა რომ მივალ მე წამოსვლა გიჭირს ხო? ხო აი ბევრ რაღაცაზე მინდა ლაპარაკო სერიალი გავამეორებ პოდკასტს მე always welcome brother always welcome საინტერესოდ ჩამთვლიან შენი მაყურებლები აუცილებლად აქ არა საინტერესო სტუმარი არ ხვდება შესაბამისად როცა გაგეხარდება მეორე სერია გავაკეთებ თუ გინდა კვირაში ანუ ორი ცალი გააკეთე ხოლმე ანუ ერთი კვირა მე გეჯდები და ეგრე თანაწამყვი როგორც ერთი კვირა ბასტოსთან ერთად მე სხვა სტუმრები ერთი კვირა არა მე წრე გავხსენი ანუ მეორე წრეზე უკვე გაიხანია წავედი და ასე რომ მალე გავამეოროთ აი ეს ხო არ გინახავს კონინა ნახე. სარი სერიალი, ახლა სერიალი არ მithქვამს. მინი არ მინდა დავასპოილერო რაზეა, მაგრამ ეს ისა
ჰორორია? ჰორორია, ხო. ჰორორის არ უყვარს ნანუკვას და მაგიტო ვერიდები ხოლმე. სტრანი ჰორორია, უბრალოდ. კლასიკური ჰორორი არ არის. Midnight Mass ესე ქვია. ეს არის ისტორია, როგორ არ დავასპოილო. მოკლედ, ტიპი ბრუნდება პატარა კუნძულზე ცხოვრობს, სადღაც ინგლისთან რაღაცა კუნძული არის, მოკლედ პატარა, მე მგონი, სადაც ცხოვრობს 200 კაცი. შემთხვევით ფილმი იწყება ესე, სერიალი იწყება ესე, რომ მანქანით გაიტანს არაფხიზელ მდგომარეობაში ვიღაცას, 4 წელს მოიხდის და ბრუნდება ამ ქალაქში. ქალაქი არის მორწმუნე, არის კათოლიკური ტაძარი, სადაც იწყება სასწაულები. ანუ ესა რა ქვია, შეშემოპირე ადგება გაივლის წირვის დროს. ადამიანი რომელიც უკვე მომაკვდავ იყო მოხუცი ახალგაზრდავდება სუფთა ამერიკული ეს არა ხო მაგრამ ბოლოსკენ ვაფშე სხვა რაღაცა იჭდა ანუ მთელი ფილმი სულ სხვა რაღაცას ველოდება და ფინალი რაღაცნაირი იყო ასე რომ ეგ 7 სერიაა თან თუ 8 სერია ერთ საღამოში სანახავი რომ ეგრებიც გამოდავიწყებ ვათენებ ეგრევე რა From უყურე ეგრეგეთ სერიალი ეგეც From-იც ნახე პირველი სეზონი და დერსკი იყო მე ნახოთ ჩაუждები მოკლედ Midnight Mass-ი იყოს ჩემი მესი არა მეს მეოთხე რჩევა შვენიერი, მადლობა ბრაზა. ერთი რაღაც თქვა მინდა. დავა, ორი თქვა. რაც არ მithქვამს. მე ვფიქრობდი რომ რაღაცა ისეთი რაღაც თქვაც მინდა რა. აი რაც ვიცხოვრე თუ ვიღაც ადამიანისთვის სანდოვარ და მის ანუ აი რაღაცა ჭკუა მომეკითხება ვინც ფიქრობთ. მაგ ადამიანებს მოგცემთ თუ კითხვა გაქვთ რომ აი რა ხდება რატომი აი თქვათ აი რაღაცა კითხვები გაქვთ რატო არ არის თქვენთან უფრო მარტივად ამბები ვიდრე უნდა იყოს რა. პირველ რიგში მარტივად რო იყოს მოდეს ეს მოკლედ ვიტყვი რა თუ აი პროფესიონალი ადამიანი იქნები ანუ პროფესიონალი ადამიანი რას ნიშნავს ანუ აი მორალურად თუ გაიზრდები შენ ყველაფერი იმაზე კარგად გექნება ვიდრე ნებისმიერი სხვა რაღაცაში ყოფილიყავი პროფესიონალი რა ანუ ადამიანობა ადამიანისთვის თავარი პროფესია ანუ ადამიანი თუ იქნება პროფესიონალი ადამიანი როგორ აქვს აი ჩვენ ხო ვართ ცხოველების და ადამიანები მაგორის ნაზავი ვართ რა ანუ როცა მაგრა ხშია ჩვენ ადამიანობას ვკარგავთ და ხვდებით ცხოველები ხვდებით დედამიწის რაღაცა არსებები რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის end of the day просто თან ცოტა განვითარდით და რაღაცას ყველაზე ლაპარაკებს დავიწყეთ მაგრამ როგორც კი ეს საფრთხეში ვარდება ვაფშე ყველაფერი აზეც ვილაპარაკე ყველაფერი ფეხებზე კვიდე და ხვდებით ცხოველები რა ანუ შენ რაც უფრო ადამიანი გახდები რაც უფრო პროფესიონალი გახდები ადამიანურ საკითხებში რაც უფრო მეტად ჩაწვდები მორალს სად არის სიმართლე, სად არ არის სიმართლე და რატო არის მაგაზე თუ მაგას თუ დაამხეცებ, ფულიც ბევრი გექნება, ბედნიერიც იქნები, რაც გექნება იმითი და ყველაფერი კარგად გექნება რა. ანუ ამის თქვა მინდა რომ მანდ დამხეცდით, მანდ დამუღამეთ, მანდ იშრომეთ, მანდ იფიქრეთ, მანდ გაეცით პასუხები და მერე დანარჩენი ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი რა და ბევრი მაგალითია ეგეთი, просто არ ჩამოთვლი ხარ ხალხს, ვინც უბრალოდ კარგი ადამიანი და ყველაფერი კარგად აქვს რა. ამის თქმა უნდა და დავამატო რეცეპტი დადო მე ეს აუცილებლად მინდა და მეთქვა. ჩემს საყვარელ ფრაზას, რომელიც დაახლოებით რაღაცის გამოძახილი არის ბასტოს ნათქვამის. ადამიანებო, ადამიანურად, ადამიანებისათვის. აი ამ ყველაფერს თუ გავაერთიანებ და შევძლებთ, მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება. არანაირი პრობლემა არ იქნება. ამინ. ეს უნდა დავთავდეს და ჭიქები უნდა მიეჯახუნოს. ლოკალურად მაინც და მოაყომა რომ ეგა რომ შენ ირგული უკავდეს ეგ ხალხი მასშტაბებზე გასათავდეთ თუ ჯერ შენი დაიწყე ამბავი არის შენ ოთახში მიალაგე და მე სხვა ოთახებზეც გადადიო. მეგობრებო, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. უმეს მადლობა. მართლა ძალიან გამისწორდა, ძალიან ვისიამოვნე, ძალიან ბევრი ახალი გავიგე. მთელი გული წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მასშტაბის გასაჭირები გაქვს კონტენტის და კარგ რაღაცას აკეთებ და დიდი გეგმები არის. მთელი გულით მართლა მაპატიეთ რომ ვერ თამაშობ კიდე ერთხელ ძახი იქ ხოლმე დასაკიდე. დაბერებული მუხლების ბრალია და არა სურვილის. მაგრამ ვიაზრებ რომ მინიმუმ ქართული YouTube-ისთვის ეს არის ისეთი საჭირო პროექტი იყო, რომელმაც კიდე ერთხელ აწია თამაშა და ფეხბურთისთვის და კიდე ბევრი რაღაცისთვისაც, ასე რომ წარმატებები მთელი გულით. თქვენ მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით, რავი, ალბათ თითქმის 1 საათნახევარი 2 საათი. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის სადგენი აჭარა ბეთია, პოდკასტები მოიყრება თვის ბოლოდან. ცოტა მაპატიეთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცეებს დააგვიანდეს ხოლმე. ხო, იმიტომ რომ გადართული ვიქნები მთლიანად ვამპირებზე, სისხლზე და უბედურებაზე და ასე შემდეგ. ხო, making of-ის ყურება თუ გინდათ, აღწერაში Patreon-ის ლინკი არის, სადაც making of-ები დაიდება, ინტერვიუები დაიდება, ლაივები გაიშვება, მოკლედ Patreon-ზე ამონარიდიც იყო და აღწერაში ლინკი არის. ტრადიციულად, სულ ყველას გაკოცეთ კისერში.
სერიოზული პოდკასტი.